როდესაც ვიწყებდი მოკლედ გეგმავდი ამ ესე იგი შეხვედრას სახელი რომ დავარქვით ესე იგი მედიტაცია როგორც თერაპია, მე დავფიქრდი რომ სახელი შეიძლება იყოს თავისთავად მატყუარა მოკლედ რა რაღაცნაირად. ანუ თერაპიაში ცუდი არაფერი არ არის, ბუნებრივია, მაგრამ ანუ მედიტაციის არსი არ მინდა ისე გადმოგცეთ, რომ ეს არის მხოლოდ სიამოვნება, ან არის მხოლოდ განცხრომა, ან მსგავსი რაღაც. ცხადია მედიტაციაში არის ჩადებული თერაპიული კომპონენტები, რომლის გაზომვაც ძალიან მარტივად შეიძლება, მაგრამ თავარი ჩემი აზრით, ასე ვთქვათ, მედიტაციაში არის ის, რომ რაღაცნაირად სიმართლეს ან წვდომა, ან ჭეშმარიტებას ან წვდომა, რაზეც შეიძლება მედიტაციას და მედიტაციურ პრაქტიკებს კონდეს პრეტენზია. მათ შორის თერაპიულის, მათ შორის კი ბატონო, ხო? თერაპია იმიტომ არის თავიდანვე რო ვთქვათ, ცოტა პრობლემური სიტყვა, იმიტომ რომ იმედიტი რომ იყო ბედნიერი, თავისთავად არის ესე იგი არასწორი მიდგომა. მედიტაცია ცხადია ბედნიერებისთვისაც არის, საბოლოოდ ადამიანისთვის ბედნიერებაც მოაქვს ესე იგი ჰარმონიის განცდა, რასაკვირველია, მაგრამ მედიტაციაში თუ არის ეს ჩვენი თვითმიზანი რომ ვიყოთ ბედნიერი და ესე იგი სასიამოვნო გრძნობებს თუ გავეკიდებით, მაგ შემთხვევაში აბსოლუტურად საპირისპირო რაღაცას მივიღებთ, ხო? ამ სიტყვის ესე იგი ცუდი მნიშვნელობით. უფრო მეტიც მედიტაციურ პრაქტიკას თუ ვინმე ეწევით, ან საომავლოდ გადაწყვეტ, ადამიანი მარტივად ნახავს იმას, რომ ბედნიერების ძიება თვითონ ბედნიერებას გვაშორებს ხოლმე ძალიან ხშირ შემთხვევაში. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ხო? ისევე როგორც მედიტაციაც როგორც კარნახობს აქ და ამჟამად ყურადღებას, აქ და ამჟამად კონცენტრაციას, რაც უფრო მეტად მივსდევთ ხოლმე ბედნიერებას, უფრო მეტად გვისხლდება ბედნიერების არსი, ასე ვთქვათ, ხელიდან. ამ შემთხვევაში 2 საათის განმავლობაში რთულია მედიტაციაზე ყველაფერი ისაუბრო, მაგრამ ერთ-ერთი მიზანი, რაც მაქვს, არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს მედიტაციით, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრება არც თუ ისე ხანგრძლივია, ცნობიერი ცხოვრება ყოველ შემთხვევაში და შეიძლება რაღაცა ისე ჩაიაროს მრავალმა წელმა, რომ ადამიანს შეხება არ ქონდეს სხვადასხვა პრაქტიკასთან, სხვადასხვა ფილოსოფიასთან, გამოცდილებასთან, ხო? ამიტომაც მედიტაცია ეს არის ისეთი და მედიტაციური პრაქტიკები, ეს არის ისეთი სუპერძალა ადამიანებში, რომ ძალიან საინტერესოა და ჩემი მიზანიც და мотиваციაც ერთ-ერთი ნამდვილად არის, რომ მეტი ადამიანი დავაინტერესო, არა მარტო აქ, არამედ ეს ვიდეოც ადრე თუ გვიან შემდეგ დაიდება და ისინიც ნახავენ. მედიტაცია ეს არის პრაქტიკა და თეორია ამ შემთხვევაში შეიძლება დაეხმაროს ადამიანს რამდენადაც შეიძლება, ასე ვთქვათ, სწორად დაიწყოს პრაქტიკის გაკეთება რა. ადამიანის განვითარება საბოლოოდ ეს არის დისკურსული. ამიტომაც ჩვენ ბოლომდე ვერ ვიწინასწარმეტყველებთ ადამიანს, როდესაც დაიწყებს მედიტაციას ან სხვა ტიპის პრაქტიკას, ზუსტად როგორ განვითარდება. დისკურსული ნიშნავს იმას, რომ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი გამოცდილება, საკუთარი ცხოვრება, განვითარების რაღაცა ეტაპი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგაზე ხელი არ მიუწვდება არც თერაპევტს ბოლომდე, ცხადია და თვითონ არც ადამიანს. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი როდესაც დაიწყებს ამ შემთხვევაში ჩვენ მედიტაციაზე გვაქვს საუბარი, მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ადამიანი დაიწყებს მედიტაციურ პრაქტიკას, გააკეთოს სწორად და გქონდეს სწორი მაინდსეტი, რასაც ეძახიან, ხო? იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში შეიძლება საერთოდ სხვაგან აღმოჩნდეს ამ კუთხით ადამიანი. ერთი ასეთი თორცები ამერიკული ხუმრობასავითაც არის გამოთქვა, რომ ადამიანი ქუჩაში მიდის და ეკითხება სხვას, რომ ცენტრალური პარკი სად არისო, მოკლედ რა და პასუხობენ, რომ აქედან ვერ მიხვალო ცენტრალურ პარკშიო რა. ხო და პარადოქსული ის არის, ხო რა ცენტრალურ პარკში წესით ყველაფერი უნდა მიდიოდეს რა. მაგრამ ხშირ შემთხვევაში თუ ადამიანი თავიდანვე არასწორ გზას აირჩევს და თავიდანვე გადავა, ასე ვთქვათ, რელსებიდან, შეიძლება აცდეს იმ ცენტრალურ გზასაც და იმასაც, რისთვისაც იდეაში კეთდება მედიტაცია. ამიტომაც ადამიანის განვითარებას ვინ რა დონეზე წავა, ან როგორ განვითარდება, მაგას ჩვენ ასე ზებირად ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, მაგრამ მნიშვნელოვანია უბრალოდ მაინდსეტის ამბავი, რამდენადაც ეს შესაძლებელია. დღეს ესე იგი ვისაუბრებთ ჩვენ არა მედიტაციაზე, ამ სიტყვის პრაქტიკული გაგებით ან ტექნიკური გაგებით, ხო? იმიტომ რომ მედიტაცია არსებობს მრავალნაირი. ამ შემთხვევაში ჩვენ ვისაუბრებთ მედიტაციურ ჩაღრმავებულ სელფზე. ან თვით
ამოცნობად სელფზე როგორც ეძახიან. იმიტომ რომ მედიტაციის პრაქტიკა ბევრია და მედიტაციის მიზანი საბოლოოდ არის ის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ისეთი სელფის მდგომარეობას, ისეთ კონდიციას, საიდანაც სამყაროს უფრო ნათლად დავინახავთ, უფრო ჩაღრმავებულად დავინახავთ მოვლენებს და უფრო ცხადად. ამ კუთხით მედიტაციური მდგომარეობა ადამიანმა უნდა განიცადოს და ნაკლებად ექვემდებარება ეს მდგომარეობა ინტელექტუალიზაციას. ჩვენ რაღაც დონემდე შეგვიძლია ვისაუბროთ მედიტაციის შესახებ, მაგრამ ბოლომდე ვერ ვისაუბრებთ მედიტაციის განცდების შესახებ. რამდენადაც მედიტაცია უკავშირდება ადამიანში ტრანსპერსონალურ განვითარებას და არის რაღაც ეტაპები, რომელსაც სიტყვა ბოლომდე ვერ გადმოსცემს. შესაბამისად მედიტაციური მდგომარეობა ადამიანმა უნდა განიცადოს და ამის ინტელექტუალიზაცია ძალიან რთულია, მაგრამ რახან ვსაუბრობთ, ჩვენი შევეცადოთ მაქსიმალურად და რაც გამოგვივა ვნახავთ, არა? ამიტომ ესე იგი ნაწილობრივ ირაციონალურიც არის მედიტაციული მდგომარეობა, ანუ სიტყვით გადმოცემა მისი არის ძალიან რთული და მისი სიტყვებში მოქცევა როგორც გითხარით რთულია, მაგრამ შევეცადოთ. უფრო მეტიც, ადამიანი რაც უფრო მეტად ფიქრობს ეგრეთ წოდებულ საბოლოო დანიშნულებაზე მედიტაციაში, მით უფრო შორდება მას, მით უფრო შორდება იმას, რისთვისაც შეიძლება ადამიანი მედიტირებდეს. რადგან შემოდის სურვილი ადამიანში და ეს სურვილი ასრულებს ძალიან ხშირ შემთხვევაში სატყუარას ფუნქციას. ამიტომაც ნებისმიერი მედიტაციური პრაქტიკა, ჩვენ კი დღეს შევეცდებით ვისაუბროთ თქვათ მედიტაციის დანიშნულება რა არის, ანუ ბოლო დანიშნულებას ვერ ვილაპარაკებთ, მაგრამ თქვათ როგორ შეიძლება ადამიანი დროთა განმავლობაში განვითარდეს, მაგრამ ადამიანი როგორც კი დაიწყებს იმაზე ფიქრს, რომ აი ახლა ხო არ გავსხივოსნდი ან რამდენი ხანი დამჭირდება ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ, თავიდან ბოლომდე იკარგება მედიტაციის არსი. აქედან გამომდინარე. რაც შეეხება თავად მედიტაციას, მედიტაცია ვერ იქნება ბევრნაირი. მედიტაციური მდგომარეობა, ან სელფის ჩაღრმავებული მდგომარეობა, თუ გინდათ ასე უწოდოთ, არა? ეს შეიძლება იყოს ერთი მდგომარეობა, თავისი გრადაციებით, მაგრამ შესაძლებელია იყოს მედიტაციისკენ მიმავალი გზა მრავალნაირი. მედიტაციურ ტექნიკებს ვეძახით, ხო? დღეს უმეტეს შემთხვევაში, რადგან ვისაუბრებთ ინსაით ტიპის მედიტაციაზე გვექნება საუბარი. და ამ კუთხით, როგორც უკვე გითხარით, ხელი შემშელია საბოლოო გზის მოძებნა. ამ გაგებით უფრო შორსაც შეგვიძლია წავიდეთ. ანუ მედიტაციას სწავლა არ ჭირდება. სწავლა ჭირდება კონცენტრაციას. მედიტაციური მდგომარეობა პრაქტიკასთან ერთად მოდის. ადამიანი წინასწარ ვერ ისწავლის თუ როგორ უნდა იგრძნოს მაგალითად თავი, ხო? ადამიანმა შეიძლება ისწავლოს კონკრეტული კონცენტრაციის პრაქტიკები, რომელმაც შეიძლება გონების რაღაც დონემდე მიიყვანოს. დავიწყოთ ისეთი ღია კითხვით, თუ ვისთვის არის მოკლედ მედიტაცია. მედიტაცია არის ყველასთვის, ვინც სუნთქავს მოკლედ. მინიმუმ მედიტაციური პრაქტიკა, მათ შორის ერთ-ერთი არის სუნთქვაზე დაკვირვებაც. ჩვენ ცოტა მოგვიანებით გვექნება საუბარი, რომ ინტენსიური მედიტაციური პრაქტიკა შეიძლება ყველასთვის არ იყოს, გააჩნია პიროვნების სტრუქტურას, გააჩნია პიროვნების ძალას ამ შემთხვევაში, მაგრამ სხვადასხვა მედიტაციური ტიპის მსუბუქი ტიპის სავარჯიშოები იქნება ეს mindfulness-ი თუ სხვა რამ არის ყველასთვის, რამდენადაც ადამიანს ამის საშუალება აქვს. დღეს ჩვენ ხანდახან ვახსენებთ ტერმინებს უმეტესად ბუდიზმიდან, ხანდახან შეიძლება რაღაც ინდუიზმიც ვახსენოთ, მაგრამ თავისი არსით მედიტაცია არის სეკულარული. რამდენადაც ეს არის აღმოსავლური კულტურის ნაწილი, ცხადია გამოვიყენებთ ამ ტერმინებს, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ მედიტაცია ვიღაცა რომელიმე კონკრეტული რელიგიური ჯგუფისთვის არის დამახასიათებელი. ცხადია არსებობს მედიტაციური ტექნიკები, რომლებიც ემსახურება კონკრეტულ ორგანიზებულ რელიგიას, მაგრამ ამ შემთხვევაში მაგაზე ჩვენ არ გვექნება საუბარი. ჩვენ აქ გვექნება საუბარი, ესე იგი სეკულარულ მიდგომაზე მედიტაციაში. არსებობს ასეთი მეცნიერი ჯონ კაბატ-ძინი თუ ჯონ კაბატ-ძინი სხვადასხვანაირად მოიხსენიებენ. ეს არის mindfulness-ზე დაფუძნებული სტრესის შემცირების პროგრამის შემქმნელი და კარგი ალეგორია მოყავს ამ ადამიანს, რომ მედიტაცია რო არის სეკულარული და ყველასთვის, არა? იმიტომ რომ მაგ გაგებით მაშინ შეიძლება გვეთქვა, რომ რამდენადაც ესე იგი მედიტაციის პრაქტიკები ხშირად ბუდიზმიდან გამომდინარეობს, ყოველთვის არა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ხო, მაგ გაგებით შეიძლება გვეთქვა, რომ
სამყაროს სამყაროს მიზიდულობა მხოლოდ იტალიელებისთვის არსებობს. რატო რომ გალილეო იდგა აღმოჩენის სათავეებთან, ხო? ცხადია. ბუდიზმის პრინციპები რაც არის, თუ გრძნობს ადამიანი რომ ჭეშმარიტება ამისთვის, შესაბამისად არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტული რელიგიის წარმომადგენელი არის თუ არ არის, ათეისტი არის თუ პირიქით ან სხვა რელიგიის წარმომადგენელი. ამ შემთხვევაში ამ ტერმინებმა ესე იგი არ შეგვაშინოს. სულ თავიდან რომ დავიწყოთ, ეს არის უნდა განვსაზღვროთ ჩვენ, რაც ურთულესი საკითხია, თუ როგორ არის ესე იგი ფსიქიკა მოწყობილი. რატომ არის მედიტაცია მნიშვნელოვანი? ერთი რასაც შეგვიძლია შევხედოთ და ვნახოთ, რომ რაღაც ისე ვერ არის წესრიგში, როგორც უნდა იყოს ჩვენ ფსიქიკაში, მოკლედ რა. ეს პროგრამირების ენაზე შეიძლება ბაგიც უწოდოთ ამას, ხო? იმიტომ რომ ჩვენ რო გადავხედოთ მაგალითად ეს ყველაფერი სტატისტიკური და დათვლილია, ხო? რო გადავხედოთ დღევანდელ მსოფლიოში, თანამედროვე მსოფლიოში მინიმუმამდეა დაყვანილი ბავშვთა სიკვდილიანობა, დაავადებების მიერ ადამიანების გარდაცვალება, კორონავირუსიც კი ცოტა ხნის წინ იყო, მაგრამ არსებობდა ბევრად ისეთი დაავადებები, რომლებიც მოსახლეობის საგრძნობ ნაწილს იმასშვებოდა, ხო? ომის შედეგად ადამიანების გარდაცვალება, ხანძრების შედეგად ადამიანის ის, ხო? შედარებითია ცხადია ყველაფერი, მაგრამ დღევანდელ მსოფლიოში მინიმუმამდეა ეს ყველაფერი დაყვანილი. მიუხედავად იმისა, რომ იდეალურად ყველაფერი არ არის. მაგრამ ამავე დროს ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ სხვადასხვა ფსიქიკური ჯანმრთელობაში ჩატარებული კვლევები, სადაც მომატებულია და რადიკალურად იმატებს ხოლმე დეპრესიის მაჩვენებელი, შფოთვითი აშლილობის მაჩვენებელი და სხვადასხვა ტიპის ფსიქიკური დაავადებები. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიურმა პროგრესმა, ესე იგი, ტექნოლოგიური პროგრესი ძალიან შორსაც წავიდა. ერთი მხრივ ჩვენ ეს მონაცემები შეიძლება ავხსნათ ფარმაკოლოგიური ინტერესითაც და საერთაშორისო დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებში თქვათ, რაც უფრო მარტივად შესაძლებელი იქნება ადამიანისთვის დიაგნოზის დასმა, კი ბატონო, მეტი წამალი გაიყიდება, მაგრამ მხოლოდ მაგით ახსნა, რომ ესე იგი სხვადასხვა ფსიქიკური პრობლემების მაჩვენებლები მომატებულია, ცხადია არასწორი იქნებოდა. ზოგიერთი ამას ევოლუციურ პერსპექტივასაც ადარებს გარკვეულწილად, იმიტომ რომ სამყაროს ისეთად როგორცაც ჩვენ ვხედავთ, აი ისტორიის განმავლობაში თუნდაც სადაც არსებობდა სამეფოები, დინასტიები, თანამედროვე და ხელოვნური ინტელექტი ხო მით უმეტეს, ხო? ეს არის ძალიან მცირე იმ ნაწილისგან, საიდანაც საერთოდ კაცობრიობა არსებობს, ხო? მრავალი ათასწლეული არსებობს. ამიტომაც ევოლუციური პერსპექტივით რო შევხედოთ, შეიძლება ესე იგი ადამიანს ადრე უფრო მეტად სჭირდებოდა ის, რომ რაღაცას მოიპოვებდა და იქ არ ჩერდებოდა, რაღაც გადარჩებოდა და შემდეგ კიდევ უნდოდა ნადირისგან მაგალითად განთავისუფლება, ანუ სურვილი მუდმივად დაუკმაყოფილებელი ქონდა, მუდმივად ექსპანსიის შეგრძნება ქონდა, მუდმივად ვერ ჩერდებოდა ერთ ადგილზე. თანამედროვეობამ რაღაცნაირად მოიტანა ის, რომ იდეალურად ყველაფერი არ არის ცხადია, მაგრამ ადამიანის პირდაპირ მნიშვნელობით გადარჩენისთვის ბრძოლა ნაკლებად უწევს. არ გულისხმობ ისეთ რეგიონებს, რომლებიც სადაც ომში არის ადამიანი ჩართული ბუნებრივია, ხო? ამიტომაც შეიძლება ვთქვათ ესეთი რაღაცა, რომ ადამიანები ცვლიან გარემოს, მაგრამ ამ გარემოს ხანდახან ჩვენი ფსიქიკის სტრუქტურა ბოლომდე ვერ ერგება ხოლმე და ამიტომაც რაღაც ფსიქიკური ავარიები ირთვება ხოლმე ამ დროს. ჩვენი ტვინი როგორ არის მოწყობილი? ჩვენი ტვინი არის მოწყობილი ესე იგი რივორდებზე, ანუ დასაჩუქრებაზე. რაც უფრო მოულოდნელია ხოლმე საჩუქარი, მით უფრო მეტად ადიქციური ეფექტი აქვს სამ ყველაფერს. ამიტომაც ადამიანები თამაშობენ ხოლმე ტოტალიზატორს, ან კაზინოში, ან სხვადასხვა იმაში, რომ წინასწარ არ იციან ამის შედეგის შესახებ, ხო? ამ კუთხით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესე იგი ადამიანების ერთ-ერთი პრობლემა ნამდვილად არის, ეს არის სურვილის შეუძლებლობის ფენომენი. ადამიანი რაღაცას მიაღწევს, შემდეგ იმით არ კმაყოფილდება და მუდმივად ესე იგი თითქოს ამისი ბოლო არ ჩანს არსად. შესაბამისად ეს ფსიქიკურ ტანჯვასაც იწვევს ადამიანებში, იმიტომ რომ ბოლო გაჩერება სად არის, არავის არ განუსაზღვრავს, დაწყებული ფინანსურიდან დამთავრებული ბევრი რაღაცით. და ამ დროს მაგიტო ეძახდნენ ბუდას, ესე იგი ერთ-ერთ პირველ ნეიროფსიქოლოგს, ნეირომეცნიერს, რამდენადაც ის შეეცადა, რომ ეს default სისტემა, რასაც ეძახიან ადამიანებში, რაღაცნაირად გაეჭრა, რაღაცნაირად ჩაიხსნა და მედიტაციური პრაქტიკა მათ შორის უკავშირდება იმას, რომ ადამიანი კონცენტრირებას აკეთებს და ჰარმონიის განცდა შეიძლება კონდეს არა მარტო იმაზე თუ საომალოდ რა იქნება, არამედ თვითონ პროცესზე. რამდენადაც ბოლო გაჩერება
ამ სიტყვის შეიძლება ყველანაირი გაგებით, ჩვენ არ ვიცით ნამდვილად რა. იმიტომ რომ ყველაფერი ვითარდება, ყველაფერი წინ მიდის, ზოგი უკან მოდის და ადამიანის ესე იგი მიბმა, ბედნიერების განცდის მიბმა რაღაც მიზანზე თავისთავად არასწორი საკითხია. ჩვენ ყველა ვაბამთ, ნამდვილად მარტივი არ არის, მაგრამ ამ პერსპექტივით და მედიტაციური პრაქტიკები მაგას გვაჩვენებს, რომ თავისთავად არასწორი პროცესია და შვების განცდა და ჰარმონიის განცდა მხოლოდ მაგის შემდეგ მოდის, რამდენადაც ამ უნარს ესე იგი ცოტას მოუκლებთ, ხო? ამ გაგებით ჩვენ შეგვიძლია ვცხოვროთ, რომ ჩვენ არასოდეს ვცხოვრობთ რეალობაში. ერთ-ერთი ადამიანის ფსიქიკის მოწყობის თემა ისე არის, რომ არასდროს არ ცხოვრობს ადამიანი აქ და ამჟამად, როდესაც გვესმის ხოლმე მედიტაციური პრაქტიკები, ისინი აქ და ამჟამად, როდესაც არის ლაპარაკი, ეს არ არის თვითმიზანი ან ახირება, რომ მაინც და მაინც კიდე თუ არა არაფერზე არ ვიფიქრო სხვაზე, ხო? უბრალოდ რომ დავფიქრდეთ, ჩვენი ტვინი ისე არის მოწყობილი, რომ ხშირად ჩვენ ვცხოვრობთ ან წარსულით, ან მომავლით. წარსული წასულია, ვერ შევცვლით და მომავალი ჯერ არ დამდგარა. და ადამიანს აქ და ამჟამად პროცესში სიამოვნების მიღება კიდევ არასწორი ტერმინი, ანუ ჰარმონიის განცდა, სიამოვნების მიღება შეიძლება შეგვაშინოს კიდევაც, ხო? არ შეუძლია. მედიტაციის პრაქტიკა ამბობს ასეთ რაღაცას, რომ ჩვენ შეგვიძლია ცხოვრება პროცესით და არა შედეგით. ამის მიღწევა მედიტაციურ პრაქტიკებში შესაძლებელია. ამ კუთხით ჩვენ შეგვიძლია განვასხვაოთ აღმოსავლური და დასავლური ტიპის აზროვნება. ცხადია, დიდი დიაპაზონი არსებობს ამ ყველაფერში, მაგრამ დასავლური ტიპის აზროვნებაში უფრო და რელიგიებსაც აქვთ ცხადია ამაზე გავლენა. თუ უფრო მეტად ესე იგი აქცენტი არის გაკეთებული, რომ ამ ცხოვრებაში ადამიანი უნდა დაიტანჯოს, ცუდი რაღაცები შეემთხვეს, რაც უფრო მეტად დაიტანჯება ოღონდ კეთილი საქმისთვის, ხო? შემდეგ არსებობს სადღაც ინსტანცია სამოთხის სახით, სადაც ესე იგი იქ გასხივოსნდება და ვალებს აქ იხდის და შემდეგ კარგად იქნება, ხო? მაშინ როდესაც აღმოსავლური ტიპის აზროვნება ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს გარკვეულწილად საპირისპიროც, ხო? ადამიანმა შეიძლება სამოთხე მოიწყოს აქ და ამჟამად ამ სიტუაციაში. ოღონდ არა ამ სიტყვის ჰედონისტური გაგებით, რომ რასაც მინდა იმას გავაკეთებ და ვისაც რაც მინდა იმას გავუკეთებ, არა, არამედ ადამიანმა შეძლოს ესე იგი პროცესში ჰარმონიის განცდა. და ეს პროცესი მხოლოდ აქ და ამჟამად დროის ამ მონაკვეთში ხორციელდება. ჩვენ ვახსენეთ ჯონ კობატ-წინი და ამ ადამიანს აქვს გამოყოფილი 7 თვისება ხასიათის, ან მიდგომის 7 თვისება, რომლის კულტივაციასაც ახდენის მედიტაციური პრაქტიკები, mindfulness-ის პრაქტიკები და კარგად არის კონცეპტუალიზებული და ახალი ველოსიპედის გამოგონება არ გვჭირდება და შეგვიძლია ეს 7-ვე სათითაოდ, ესე იგი ჩავშალოთ და განვიხილოთ. პირველი, ეს არის დამწყების გონება, beginner's minds, რაც ეძახიან, ხო? რაც რის კულტივაციას ახდენს მედიტაციური პრაქტიკა, რომ სამყაროს შევხედოთ ისე, რომ თითქოს მას ვხედავთ პირველად. და ამით ადამიანმა დაიჭიროს მუღამი სამყაროს აღქმაში, ხო? ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს დაავიწყდეს ის თუ რამე გამოცდილება აქვს, ან რაიმე უსწავლია ცხოვრებაში და ამის დავიწყებით ამაზე ადვოკატირებაზე არ არის საუბარი. საუბარი არის ბავშვის ცნობის მოყვარეობაზე, რომელიც ბავშვებს აქვთ უმეტეს შემთხვევაში და დასრულის განათლებაზე, ცოდნაზე, რომელიც არსად არ მიდის. რამდენადაც განათლება ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვიშლის ხელს განვითარებაში. ოღონდ ყველა შემთხვევაში არა. თუ ადამიანი განათლებას გამოიყენებს იმისთვის, რომ მოიწყოს და ადამიანები მაგისთვის არიან მიდრეკილები, რომ მოიწყოს რაღაცა პატარა კომფორტული კუთხე, სადაც რაღაც პატარას წაიკითხავს და იმით ამოხსნის სამყაროს და მაგით დამთავრდება ყველაფერი, ხო? ეს ჩვენ განვითარებაში ძალიან გვიშლის ხელს. ერთი მხრივ ეს არის ფსიქიკა გვეთამაშება, იმ კუთხით, რომ ესე იგი ეს კომფორტი სასიამოვნოა და მეორე მხრივ ჩვენ შემდეგ, როდესაც ვიზრდებით, რაღაცებზე კითხვებს არ ვსვამთ. იმიტომ რომ თითქოს ადამიანი არის ესე იგი პიროვნება, რომელსაც აქვს რაღაცა თეორიები აბსოლუტურად ყველაფერზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ამ თეორიების ნაწილი მართალია და ზოგიერთი ნაწილი საერთოდ არ არის მართალია, რა. ეს ჩვენ განვითარებაში
და სამყაროს აღქმაში ძალიან გვიშლის მოკლედ ხელს. ამიტომაც განათლება იდეაში ადამიანისთვის უნდა იყოს იმისთვის, რომ კიდევ უფრო დიდი კარი გააღოს და არა იმისთვის, რომ ჩაიკეტოს საკუთარ თავში და ახალი კითხვები არ დასვას. ეს გარკვეულწილად გავს ესე იგი პარანოიულ აზროვნებასაც. და ბევრი მკვლევარი შეიძლება იყოს განწყობილი პარანოიულად. ოღონდ ამ სიტყვის ამ შემთხვევაში არ გულისხმობ მაინც ფსიქიატრიული გაგებით, ხო? თუმცა პარანოიული აზროვნებაა ის, რომ მე რო რაღაცას ვიკვლევ, არა იმისთვის, რომ ახალი ცოდნა აღმოვაჩინო. არამედ დავამტკიცო ის, რაც უკვე ვიცი. ამიტომაც თუ თქვენ შეიძლება ნახოთ პარანოიკი ადამიანი, ან პარანოიდი როგორ არის სწორი ფორმა, რომელსაც საერთოდ დიაგნოზიც კი შეიძლება ქონდეს დასმული, საერთოდ არ არის გამორიცხული, რომ პარანოიდ ადამიანს ძალიან ბევრი წიგნი ქონდეს საკითხული. ზოგს შეიძლება ქონდეს იმდენი, რომ ვერც კი წარმოიდგინოს სხვა ადამიანს, ხო? უბრალოდ პარანოიული აზროვნება ნიშნავს, რომ ეს დამწყების ცნობიერება პარანოიკს საერთოდ არ აქვს და შეიძლება წაიკითხოს 1000 გვერდიანი წიგნი და იქიდან ამოიღოს მხოლოდ ის, რაც მის ბოდვით კონსტრუქტებს გაამყარებს. და არა ის, რაც შეიძლება კითხვის ნიშანი დასვას ამ მიმართულებით. ამ კუთხით როგორც უკვე გითხარით, ესე იგი ცოდნა შეიძლება ჩვენ რეალობისგან გვაშორებდეს და დამწყების გონიერება თუ ადამიანს არ აქვს, ეს ჩვენ გვიზღუდავს ძალიან ბევრ შესაძლებლობას, ხო? იმიტომ რომ ძალიან ბევრ შესაძლებლობას, ძალიან ბევრ ინფორმაციას და ლაოძის სიტყვებია ასეთი, რომ მიაღწიო ცოდნას, მას ყოველდღე რაღაც უნდა დაამატო. რომ მიაღწიო სიბრძნეს, მას ყოველდღე რაღაც უნდა გამოაკლო. ამ სიტყვებს ესე იგი სწორი ახსნა და განმარტება ჭირდება, რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება ის, რომ ადამიანმა სიბრძნე გადააგდოს და დარჩეს ცოდნის გარეშე თავიდან ბოლომდე. აქ იგულისხმება ის, რომ რაღაცა ტიპის ცოდნებზე ჩვენ უარი უნდა ვთქვათ იმისთვის, რომ შევივსოთ ახალი ცოდნა, ხო? ჭურჭელი რაღაცნაირად უნდა დაიცალოს, რომ მასში ახალი ის მოთავსდეს. სხვანაირად ხანდახან გამორიცხულია, ხანდახან შესაძლებელია კი ბატონო. შესაბამისად, დამწყების გონიერება, რომლის კულტივაციასაც მედიტაციური პრაქტიკები აკეთებს, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი გათავისუფლდეს დასკვნებისაგან, მაქსიმალურად რამდენადაც შესაძლებელია ცხადია. სხვა ადამიანებთან ურთიერთობაშიც სხვაც გრძნობს, რომ მისი გესმით, არა იმის მიხედვით, თუ ისინი რას წარმოადგენენ, ან ცხოვრებაში რა გაუკეთებიათ, ან როგორ გახსოვთ, ან თქვენ რა გადმოგცეს, რომ ეს ადამიანი ასეთია, ისეთია. არამედ იმის მიხედვით განსჭით ადამიანს, თუ ეხლა რას წარმოადგენს, ხო? წარსულში შეიძლება ადამიანი საერთოდ სხვა აზრზე იყოს, სხვა მიმართულებით იყოს. მაგრამ ჩვენ გამოვითაროთ სხვადასხვა თეორია და ჩვენმე შეგვიშალოს ხელი, არ მარტო სხვა ადამიანს, არამედ ჩვენმე შეგვიშალოს ხელი ახალ საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობაში, ან ძველ ადამიანებთან ურთიერთობაში. ჩვენ თვითონ ზღუდავს ასეთი ტიპის ჩაკეტილი აზროვნება. ძენ ბუდისტი ბერი იყო ასეთი თიჩ ნათ ჰანი, ქართულად ცოტა რთული ის არის სახელის სათარგმნე. ამბობდა ასეთ რაღაცას, მისი სიტყვებია, რომ ხალხს წყალზე ან ჰაერზე სიარული გონია სასწაული. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ წყალზე ან ჰაერზე სიარული არ არის სასწაული, სასწაულია დედამიწაზე სიარული. ყოველ დღე ჩვენ ხვდებით სასწაულს, რომელსაც ვერ ვაცნობიერებთ. ყოველ დღე ხვდებით ჩვენ ძალიან საინტერესო რაღაცებს, რომელზეც ჩვენ გვაქვს ჩვენი თეორიები, რომელიც ხშირ შემთხვევაში ფუნდამენტურად არასწორია და ამით ადამიანებს არ შეგვიძლია სიამოვნების მიღება და ვეძებთ სადღაც სხვაგან. ძალიან ერთი მარტივი მაგალითი იყო, რომ მას წინათ ამბობდა, რაღაც ბავშვები რო სვამენ კითხვას რა, თოვლი რატო არის თეთრი და ყველას ეცინება რა და ზრდასრულმა იცის რატო არის თოვლი თეთრი, ბევრმა არ იცის, მოკლედ. ხო, ძალიან ბევრი რაღაც არის მსგავსი, რომელიცაც შეგვიძლია არ უწოდოთ სასწაული კი ბატონო, მაგრამ დამწყების გონიერებით თუ შევხედავთ, ჩვენი აზროვნება გაფართოვდება, რატომაც არა. ეს არის შემახსენებელი დამწყების გონიერება, რომ ცხოვრებას შევხედოთ ფხიზელი თვალით და დავაფასოთ ის ორდინალური საკითხები, რაც ჩვენ სირგლივ არსებობს. შემდეგი, ეს არის არაგანსჭითი მიდგომა, რის კულტივაციასაც mindfulness-ის და meditatsiis ტექნიკები ახდენს და არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. და რთულია ესე გამოყო ყველაზე მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელოვანე, მაგრამ ძალიან ფუნდამენტური საკითხი არის ეს. კრიშნამურტის აქვს ასეთი გამოთქმა, რომ შეფასების გარეშე დაკვირვების უნარი არის ინტელექტის
უმაღლესი ფორმა, რომელიც ძალიან რთულია, ძალიან გვიჭირს ჩვენ ადამიანებს ამის გაკეთება. და დასავლეთში შეგვიძლია დავუბრუნდეთ იუნგსაც მშვენიერი გამოთქვა აქვს ასეთი, რომ ფიქრი რთულია, ამიტომაც უმეტესობა ადამიანი განსჯის. განსჯა ჩვენ უფრო გვიმარტივდება ვიდრე ფიქრის პროცესი. მედიტაციური პრაქტიკებიც მაგის კულტივაციას ახდენს, ხო? იქნება ეს მაგალითად კონცენტრაცია სუნთქვაზე, იქნება ეს სხეულებრივ სენსაციაზე და რა დროსაც ადამიანთან მოდის ხოლმე შემოიჭრება სხვადასხვა ფიქრები, ან სხვადასხვანაირი შეიძლება პრაქტიკის დროს განიცადოს ადამიანმა შეგრძნება სხეულებრივი, ან სუნთქვის აჩქარება, ან ანელება. ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც ინსტრუქციის სახით ადამიანი იღებს ის რომ არავითარ შემთხვევაში არ ჩაიბღაუჭოს, არ განსაჯოს, ასეთია, ისეთია, მომწონს, არ მომწონს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რამდენადაც მოწონება და არ მოწონება არის უკვე ის სფერო, სადაც ჩვენ ესე იგი ჭეშმარიტება გვისხლდება ხოლმე ხელიდან. რამდენადაც იქ უკვე იბადება დასკვნა და რამდენადაც დასკვნა იბადება, ეს დასკვნა კეტავს საზღვარს ახალი ინფორმაციის შემოსვლის. ამიტომაც მედიტაციის პრაქტიკაზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დავალება ეს არის რომ დავაკვირდეთ რეაქციის გარეშე. აღუწეროთ. აღწერითი საკითხია, რომელიც არის ურთულესი ადამიანში, მარტივი არ არის ნამდვილად, თუმცა ამის კულტივაცია ცხადია შესაძლებელია სხვადასხვა პრაქტიკით. ჩვენს თავში მუდმივად გვაქვს შინაგანი კომენტატორი. მუდმივად რაღაცები მოგწონს, რაღაცები არ მოგწონს, რაღაცებზე ყველაფერზე ჩვენი აზრი გაგვაჩნია, რაზეც არ გაგვაჩნია, იმაზეც გაგვაჩნია და საბოლოოდ ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაცა რეალობა ამის გამო ესე იგი ხელიდან გვისხლდება და ამ გაგებით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კულტივაციას უკეთებთ გამჭრიახობას. ეს არ ნიშნავს ცხადია, რომ ადამიანს განსჯები გონებაში არ იქნება. ბუნებრივია ჩვენ ახალ ცოდნას ვიღებთ და რაღაც თეორიებს ვავითარებთ რა. უბრალოდ ჩვენ ამ პრაქტიკით, რომელიც პრინციპში ყველა მედიტაციურ პრაქტიკაშია, ხო, მეტნაკლებად. გავაცნობიერებთ თუ რამდენად განსჯელი არის ჩვენი გონება. მუდმივად მაგას ვაკვირდებით, ხო? და ამავე დროს ჩვენ მივხვდებით, რომ ჩვენი განსჯები სხვადასხვა საკითხზე ჩვენ გვაიძულებს იმას, რომ სამყაროს შევხედოთ შავ-თეთრად. რაღაცა მოგწონს, რაღაცა არ მოგწონს, რაც არ მოგწონს ის შეიძლება გადავაგდოთ ისე რომ არაფერი კითხვის ნიშანი არ დავსვათ, ან რაც მოგწონს ის განვიხილოთ როგორც ესე იგი ან უნაკლოდ, ან მსგავს საკითხად, რომელიც ამავე დროს ზღუდავს ცნობიერებას. არაგანსჭითი მიდგომა არ ნიშნავს იმას, აი შეიძლება ვიღაცას არასწორი წამოვიდეს, რომ გავხდეთ სულელები და გავიდეთ ქუჩაში და მანქანა დაგვეჯახოს და არ განსაჯოთ, რომ გვეჯახება თუ არ გვეჯახება, ხო? ცხადია, მაგას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს უბრალოდ დავაკვირდეთ ჩვენს თავს და ჩვენი ფსიქიკა როგორ არის ამ შემთხვევაში მოწყობილი, ხო? ამ გაგებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მედიტაცია არა მარტო ცვლის ცნობიერებას დროთა განმავლობაში, არამედ აი ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ერთ-ერთი არის ის რომ ჩვენ ცნობიერებას კი არ ვცვლით, არამედ ჩვენ თვითონ გვეხმარება დავინახოთ თავად ცნობიერება. დავაკვირდეთ თვითონ გაცნობიერების აქტს. არა ის თუ ეს სწორია, ის არასწორია, ის იმიტომ თქვა, ამიტომ თქვა და ადამიანი მე ასოციაციურად წავა და არასდროს აღარ ბრუნდება უკან, არამედ უფრო დისტანცირდეს კიდევაც მოვლენისგან და დააკვირდეს თავისი ცნობიერების აქტს. რას განიცდის, რას ფიქრობს, ოღონდ განსჯის გარეშე. იმიტომ რომ განსჯა როგორც კი ჩაერთვება, მაგ შემთხვევაში ავტომატურად ადამიანი ხდება მიკერძოებული და არაგანსჯითი საკითხიც აქ აღარ გამოდის, ხო? რასაც მე ვერ ვაცნობიერებ, მის ტყვეობაში ვარ. და გაცნობიერებით ადამიანი თავისუფლდება. ძალიან გავს ეს ფსიქოანალიტიკურ თერაპიასაც, სხვადასხვა ტიპის სიღრმის ფსიქოლოგიის თერაპიასაც, ხო? ისიც ამას ემსახურება, ოღონდ ცოტა სხვა ფორმით, სადაც უკვე სიტყვა და ენა არის ჩართული, მედიტაცია ოდნავ სხვა ფორმით, თუმცა მიზანი ამ შემთხვევაში ერთი და იგივეა. განსჯის საკითხზეც შეგვიძლია განვაზოგადოთ, რომ ხშირად ადამიანები კამათობენ ხოლმე, ხო? და საკუთარ თავს შეგვიძლია დაუსვათ კითხვა, თუ რისთვის ვეკამათებით მაგალითად ადამიანს. იმიტომ ხო არა, რომ დავასკვენით, რომ ეს ადამიანი არის სულელი, ბოროტი და აი ახლა შეურაცხყოფა მივაყენო ან რაღაც გავუკეთო, ხო? რისთვის ვეკამათები ადამიანს, რომ რაღაცა გავაგებინო, ჩემი პერსპექტივა, თუ უბრალოდ ისეთი რაღაცა უთხრა, რომ ჩემი ეგო მოვიფხანო ამ შემთხვევაში, არა? ესეც არაგანსჯითი მიდგომის ნაწილია.
ჩვენ განსჯები ხელს გვიშლის, რომ სამყაროს შევხედოთ ისე, როგორიც ის არის და არამედ ჩვენ სამყაროს უყურებთ ლაიქებით და დისლაიქებით, რა მოგწონს, რა არ მოგწონს. და ოდნავად მაინც რო დავაკვირდეთ რეალობას, ძალიან გვაშორებს ეს ყველაფერი რეალურ იმას, ხო? ეს არ ნიშნავს იმას, ცხადია, რომ მოწონება ან არ მოწონება არ იარსებებს ადამიანში. ცხადია, რაღაც პრეფერენციები ყველა ადამიანს გააჩნია და ბუნებრივია. უბრალოდ ამ უნარის კულტივაციის დროს, რომელსაც მედიტაცია აკეთებს, ჩვენ შევძლებთ ჩვენს განცდებში მოვახდინოთ უკეთესად ნავიგაცია, ისე რომ ამ ყველაფერმა იგივენაირად არ შეგვიშალოს ხელი, როგორც გვიშლის ხოლმე ხელს დღევანდელ ცხოვრებაში. და ნამდვილად გვიშლის, ალბათ ყველა რო დავფიქრდეთ ჩვენს თავში, აი ეს განსჯები ძალიან ხელისშემშლელია. ეკჰარტ ტოლე, ასეთი ავტორის სიტყვებია, რომ შეხედე ფიქრს, იგრძენი ემოცია, დააკვირდი რეაქციას. არ განსაჯო ის, შენ არ ხარ ფიქრი, ემოცია ან რეაქცია. შენ ხარ ცნობიერება. რამდენადაც ჩვენ დავაკვირდებით ცნობიერებას და ავწერთ ცნობიერებას, სამყაროს უფრო ფართო კუთხიდან შევხედავთ. შემდეგი რის კულტივაციასაც მედიტაციური პრაქტიკები ახდენს, ეს არის მიმღებლობის საკითხი. მიმღებლობა ამ შემთხვევაში არ უნდა მოგვეჩვენოს როგორც პასიური პროცესი, ხო? მიმღებლობა თავის თავში საკმაოდ აქტიური პროცესია, მოკლედ. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ვარიანტში დანებებას ან არაფერს აზრი არ აქვს. მიმღებლობა არის ძალიან აქტიური პროცესი. ეს არ ნიშნავს, ცხადია, მიმღებლობა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია სამყაროს შეცვლა. გარკვეულწილად ადამიანს რაღაცების შეცვლა ცხადია შეუძლია. უბრალოდ თუ არ მივიღებთ სამყაროს ისეთად, როგორიც ის არის, ისეთი რაღაცის შეცვლას შევეცდებით, რაც არ არსებობს. მათ საბოლოოდ თავიდანვე ჩიხში შეგვიძლია შეგვიყვანოს ამით, ხო? ჩვენ ვართ ხანდახან გაბრაზებულები, ფრუსტრირებულები, ცუდად გვგრძნობთ თავს. და ამის მიღება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ამით სასიხარულო იქნება ან კარგი იქნება. მედიტაცია არ არის მხოლოდ სიამოვნებებზე გაკიდება ან უსიამოვნებებზე გაკიდება. მედიტაცია არის პროცესი, რომელიც ახდენს ესე იგი მიმღებლობის კულტივაციას, რომელიც ნიშნავს იმას, რომ სამყაროს შევხედოთ ისეთად, როგორიც ის არის. ხანდახან ის სასიამოვნო და ხანდახან უსიამოვნო. მიღება ამავე დროს საკმაოდ რთული და რადიკალური პროცესია ხანდახან და ნიშნავს აღიარებას. ჩვენ გაგვიგია ტელევიზორიდან მაინც მინიმუმ, რომ არის მაგალითად წამალ დამოკიდებულთა ან ალკოჰოლ დამოკიდებულთა ჯგუფები, სადაც ადამიანები წრეზას ხედან და ამბობს, რომ გამარჯობა, მე მქვია ესა და ეს და ვარ ალკოჰოლიკი ან ამას დამოკიდებული და ხალხი ტაშს უკრავს და ბევრს შეიძლება გაუკვირდეს, რომ რა არის ახლა აქ. რა, ხო? მიღება ნახევარი საქმეა უკვე ადამიანისთვის, ხო? კარლ როჯერსი სიტყვებია ასეთი, რომ პარადოქსია, მაგრამ საკუთარ თავს ისეც თუ როგორ ვიღებ, უпроსორად, მაგრამ საკუთარ თავს ისეც თუ როგორ ვიღებ, როგორიც ვარ, თუ მივიღებ ისეც როგორიც ვარ, მხოლოდ მაგის შემდეგ შემიძლია რომ შევიცვალო. ამიტომაც ძალიან ხშირ შემთხვევაში ადამიანები, როდესაც წყვეთ რაღაცა პრობლემის გადაჭრას, აბსოლუტურად არასწორი პერსპექტივით შეიძლება შევხედოთ მოვლენას. არასწორი პერსპექტივა ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს, რომ პრობლემა მაქვს და ეს პრობლემა სხვისი ბრალი ან ვიღაცის ბრალი. ხანდახან სხვისი ბრალიც არის ბუნებრივია, მაგრამ მიმღებლობა ნიშნავს ესე იგი გახსნილობას ამ ყველაფრისთვის. ზოგიერთი რაღაცის მიღება ცხადი არის ურთულესი. მაგალითად ფიზიკური ტკივილის ძალიან ხშირ შემთხვევაში, მაგრამ საქართველოში არ ვიცი ტარდება თუ არა mindfulness-ზე და დამყარებული ესე იგი პროგრამები, მე მგონი ნაკლებად არის, არ ვიცი. მაგრამ გამოცდილება მაჩვენა, რომ mindfulness-ი ეხმარება ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებსაც საავადმყოფოში. აი ესეთი კონკრეტული მაგალითი რომ მოვიყვანოთ, აი მაგალითად თქვენ გტკივათ ფეხი. და რო გითხრათ, რომ აბა დააკვირდით თქვენს ფეხს, უფრო მეტად აგტკივდებათ, იმიტომ რომ ტკივილს უფრო მეტად იგრძნობთ. მაგრამ რომ მოგცეთ მითითება, რომ აღწერეთ რას გრძნობთ. არა ის თუ რას გრძნობთ, ან უпроსორად არ ჩაებღაუჭოთ გრძნობას, არამედ უბრალოდ აღწერეთ რა ხდება თქვენთან, ხო? უნივერსალური ის არის, რომ ეს ტკივილი ციკლებს ხოლმე და ქრება. ამიტომაც ეს მუშაობს ჩვეულებრივად
საავადმყოფო სეტინგებში. ამ გაგებით მიღება შეიძლება იყოს ესე იგი მედიტაციის ნაწილი და მედიტაცია თავისი არსით ეს არის ბრძოლის ანტონიმი. რატომ? იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ რასაც ვებრძვით ხოლმე, ის ძლიერდება ზუსტად პარადოქსულად. მედიტაცია არის მიღება, გაცნობიერება და შემდეგ რაციონალურად ადამიანის მიერ გადაწყვეტილებების მიღება. შემდეგი რის კულტივაციასაც ესე იგი mindfulness-ის პრაქტიკები ახდენს, ეს არის გაშვება. let go რასაც ეძახიან, ხო? რომელიც ამავე დროს ესე იგი ასევე ძალიან რთულია, რამდენადაც ადამიანებს გვახასიათებს მიჯაჭვულობები, ჩაბღაუჭებები, ესე ეგოს დაცვითი მექანიზმის საკითხებია ეს ყველაფერი. გაშვება ეს არის ჩაბღაუჭების საპირისპირო პროცესი. ადამიანი ფიქსირებულია ხოლმე ბევრ რამეზე რა. საკუთარ თავზე, ცხოვრებაზე, ფინანსებზე, პროფესიაზე, ასეთი ვარ, ისეთი ვარ, არაფრით ხელს არ უშვებს ძალიან ხშირ შემთხვევაში. და საბოლოოდ შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ხშირად ტანჯვის წყარო ზუსტად ასეთი ტიპის მიჯაჭვულობები შეიძლება არსებობდეს. ამის საპირისპიროდ ცხადე არ არის საუბარი, რომ ადამიანმა ყველაფერზე უარი თქვას, უბრალოდ გააცნობიეროს, თუ რამდენად ჩაბღაუჭებულია სხვადასხვა საკითხზე. გაშვება ეს ნიშნავს, რომ გავაცნობიერო, თუ რამდენად ვარ გამომწყდეული მე საკუთარ სურვილში. და რამდენად მიშლის ეს ყველაფერი ცხოვრებაში იმას, ხო? ეს არის მიჯაჭვულობებისგან განთავისუფლება გარკვეულწილად. კიდევ ერთხელ გაშვება მათ შორის არის ის, რომ მიიღო რეალობა ისეთი, როგორიც არის. და ხანდახან ეს არის აუცილებელი. მედიტაციის დროს, მედიტაციის პრაქტიკების დროს, აი ეს გაშვება ინდივიდებს ეხმარება დააკვირდნენ ემოციებს და ემოციებმა არ გადაყლაპონ ისინი. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანის უნივერსალური თვისებაა, რომ ემოციებს როცა წაყვება ადამიანი აბსოლუტურად კარგავს იმას. ეს არის მათ შორის აზრის მიღება, აზრის გაშვება, მედიტაციური პრაქტიკა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რა არის, რომ სუნთქვაზე დაკვირვება. რის კულტივაციას ვახდენთ ჩვენ ყოველთვის რა. სუნთქვა ყოველთვის გვახსენებს იმას, რომ როდესაც შევისუნთქავთ, მე უნდა ამოვისუნთქოს ადამიანმა. ხო? იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში შემდეგი სუნთქვა არ მოდის. ჩვენ ისედაც სუნთქავთ, ცხადია, ვაკვირდებით თუ არა, მაგრამ ყოველი დაკვირვების დროს მაგის კულტივაციაც ხდება. რომ რაღაცას ვიღებთ, რაღაცას უშვებთ, რომ შემდეგ ისევ ახალი მივიღოთ. მაგაგებით შეიძლება ასე იგი შევადაროთ რაღაცა სარკის ფუნქციასაც, ხო? სარკეში ადამიანი ჩაიხედება და შემდეგ სარკესთან როდესაც ახლოს არ არის, ის ანარეკლი ქრება, არ დარჩება ის მუდმივად იმ ადგილზე. მედიტაციის პროცესი კულტივაციას უკეთებს არა იმას, რომ გაშვებით მიიღოს ადამიანმა სიამოვნება, ან მიღებით, ხო? არც ერთ შემთხვევაში. უბრალოდ მედიტაციის პროცესი აკეთებს კულტივაციას იმის, რომ ამ პროცესში მას კონდეს ჰარმონიულობის განცდა, რამდენადაც გარდაუვალია, ეს არის სამყაროს ბუნება. შემდეგ ეს არის ნდობა, რომლის კულტივაციასაც ახდენს mindfulness-ის პრაქტიკები. და ნდობა არის ძალიან კარგი რაღაცა, რომ საკუთარი სხეულით დავიწყოთ და საკუთარი სუნთქვით. ძალიან ხშირ შემთხვევაში ჩვენ ძალიან ბევრ რაღაცას არ ვენდობით, ხო? მაგალითად, ჩვენ ვენდობით ჩვენს თავს, რომ ვისუნთქებთ, მიუხედავად იმისა, საერთოდ არ ვფიქრობთ მაგაზე. ვფიქრობთ, მაგალითად, ჩვენმა ორგანიზმმა ღვიძლმა რამდენი სისხლი გადაამუშავა, ან არ ვიცი, სხვა საკითხებსაც მზე რო ამოვა, ან ასე შემდეგ და მაგაზე ხო არ ნერვიულობს ადამიანი, არა? ნდობაზე დგას ბევრი რაღაცა და ნდობა არის ამ შემთხვევაში ობსესიურად ჩაციკლის საპირისპირო მოვლენა. იმიტომ რომ ცხოვრებაში ბევრი რაღაცა ხდება, რომელიც ჩვენ კონტროლში არ არის და უბრალოდ ნდობის საკითხია, ხო? ეს არის ობსესიური კონტროლის საწინააღმდეგო ფენომენი. რაც მეტ რამეს შევეცდებით, რომ ვაკონტროლოთ, ხშირ შემთხვევაში ყოველთვის არა, მეტად გაგვექცევა ისინი ხელიდან ხოლმე. ამიტომაც მედიტაციის პრაქტიკები მათ შორის ჩვენგან დამოუკიდებლად ცხადია მაგაზე მედიტაციის დროს არ ფიქრობს ადამიანი, ახლა ნდობასგან ვავითარებ, ან რაც მეტად ვიფიქრებ ამაზე, ხო? მედიტაციის პრაქტიკები და ინსაიტ მედიტაციის პრაქტიკები მაგის კულტივაციას ავტომატურად ახდენს და ინტერნალიზაციას აკეთებს ადამიანში.
ნდობის გაღვივება ადამიანში ნიშნავს, რომ ესე იგი ცხოვრების ბუნებრივი ფლოუ, რასაც ეძახიან, მაგის მიხედვით იცხოვროს ადამიანმა. რაც უფრო მეტად ვენდობით ჩვენს თავს, რაც უფრო მეტად შევძლებთ ამას. მეტად ვენდობით ჩვენს თავს ურთიერთობებშიც და მეტად ვენდობით, ესე იგი, სხვა ადამიანებსაც. იმიტომ რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში სხვა ადამიანების ნდობა ძალიან შემთხვევაში არა ყველა შემთხვევაში გადის საკუთარ თავზეც. ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი მედიტაციურ პრაქტიკის შემდეგ ყველას ენდობა და აღარ იქნება ინტერესი, ხო? არა, პირველ რიგში საკუთარ თავში უნდა ჩავიხედოთ, რისთვის ვენდობით ან რისთვის არ ვენდობით ადამიანს. როდესაც ჩვენ თავს ვენდობით ამ შემთხვევაში, ნაკლებად ხვდებით დაცვითები, ანუ დაცვითი მექანიზმები ჩვენში ნაკლებად ირთვება და რეპრესირებული გრძნობები, ასოციაციები, თუ გინდა ვთქვათ, არაცნობიერი წარმოდგენები მით მეტად მოდის ჩვენთან და მით მეტად შეგვიძლია ჩვენ სარკეში ჩავიხედოთ. პრობლემური ადამიანი ხშირად, რასაც აწყდება ხოლმე ფსიქოლოგიურ პრობლემას, რასაც ეძახიან, საკუთარი თავისადმი ნდობა არ აქვს, რაც ხშირ შემთხვევაში განაპირობებს იმას, რომ ის განდევნის ყველა ფიქრებს, სულიერებს სარკეში ვერ იხედება. მოკლედ საკუთარი თავის სარკეში ვერ იხედება, საკუთარ არაცნობიერს ვერ ხედავს, ბოლომდე ვერავინ ვერ ხედავთ ცხადია და ეს უარყოფა, რომელიც არის გამოწვეული საკუთარი თავის უნდობლობით, საბოლოოდ არსად არ მიდის. ეს განდევნილი სულიერები, ასოციაციები ერთი კარიდან გაუშვებთ და ფანჯრიდან შემოვა, ხო? დაბრუნდება სიზმრების სახით, დაბრუნდება ფიზიკური დაავადებების სახით და სხვა აქტინგ-აუთის სახით ცხოვრებაში ადამიანი რაღაცას აკეთებს, მუდმივად შეიძლება იყოს ასეთი შემთხვევა, რომ ერთი და იგივე ორმოში ვარდებოდეს და ვერაცნობიერებდეს, რომ ამის უკან რა არის. რაც უფრო მეტად ვენდობით ჩვენს თავს, უფრო მეტად შეგვიძლია ჩავიხედოთ სარკეში, მოგეთ ხო? ხანდახან უსიამოვნოა, მაგრამ საჭიროა. საკუთარი თავის ნდობა გულისხმობს, რომ ვაღიარებ ჩემს არაიდეალურობას და მხოლოდ ეს არის განვითარების წინაპირობა. იმიტომ რომ თუ ადამიანს უკვე დაცვით მაშინ არის ჩადგმული, რომ ყველაფერში ძალიან მაგარი ვარ, შესაბამისად განვითარება არაფერშიც არ სჭირდება, ხო? ადამიანი, ვინც მედიტირებს, მეტად ენდობა ცხადია მის თავს და მის ირგვლივ ადამიანებს, ვისაც მისი დახმარება სჭირდებათ. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ადამიანები ზოგადად ბევრად უფრო დამხმარეები არიან ერთმანეთისადმი, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია. და ძალიან ხშირ შემთხვევაში ბევრი რაღაცის გამო დახმარებას არ ვთხოვთ ხოლმე ადამიანებს. მაშინ როდესაც უმეტეს შემთხვევაში უფრო დამხმარეები არიან. ნდობა, ცხადია, ყოველთვის ობიექტურ კრიტერიუმებზე არ არის დამოკიდებული. და ადამიანები აკეთებენ ხოლმე ზეგენერალიზაციას, რაც ამავე დროს ისეთივე ძალიან დიდი საფრთხეა, მოკლედ, ხო? მაგალითად, მთელი სამყარო ჩემს წინააღმდეგ არის. ხანდახან შეიძლება ობიექტურად გქონდეს გარკვეულწილად ამის განცდა, რომ რაღაცა ომში თუ არის ადამიანი და ბომბები იწვივა მის თავს, ახლა იქ ამის გენერალიზაცია შეიძლება მოახდინოს, მაგრამ თავისთავად რაც არ უნდა იყოს, მაინც არასწორია, ხო? ეს არის ნდობის საკითხი, რომ პირველ რიგში საკუთარ თავს არ ვენდობი და საკუთარ გამოცდილებებს არ ვენდობი. თორე ხანდახან კი ბატონო, ჩიბუხი მართლაც ჩიბუხია. ნდობა ამავე დროს შემოდის, რომ სხვა ადამიანს რამდენად შემოუშვებ ჩემში. ეს რას გულისხმობს, რომ სხვა ადამიანის პერსპექტივას, სხვა ადამიანის პერსპექტივის შემოშვება ჩემში რამდენად შემიძლია. თუ ჩემ თავს არ ვენდობი, ურთიერთობაშიც უჭირს ადამიანს, იმიტომ რომ სხვა ადამიანის შემოშვება და სხვა ადამიანის პერსპექტივის მასთან შეშვება ნიშნავს, რომ მას აქვს შეგრძნება, რომ განადგურდება, სხვა ადამიანი გადაყლაპავს, ან საზოგადოება გადაყლაპავს. რამდენადაც თვითონ ამ ნდობის კულტივაცია საკუთარ თავში არ აქვს. შემდეგი რაზეც შეიძლება ვისაუბროთ, ეს არის მოთმინება. და ისეთ საკმაოდ, ესე იგი, დიდი მახეა ადამიანის იმაში, იმიტომ რომ ადამიანი სულ სადღაც მიდის, სულ სადღაც დასახული მიზანი აქვს, სულ სადღაც გვეჩქარება და გარკვეულწილად ადარებენ ხოლმე იმას, რომ ადამიანი თუ ობსესიურად მოცულია რაღაცა განვითარებით, ეგ შეიძლება დაემსგავსოს როგორ ჯოჯოხეთს იცით, რომ თქვენ ყოველ დღე სამსახურში ხართ გასაუბრებაზე. იმიტომ რომ აი ახლა რასაც ვაკეთებ, გამომადგება თუ არა 2 დღეში, 1 კვირაში, 1 წელში და ეს მოთმინებას აბსოლუტურად ძირს უთხრის და საბოლოოდ იქამდე მიდის ადამიანი, რომ მე ყველაფერს თავსანებებს, იმიტომ რომ ეს არის ძალიან გადამღლელი, ხო? რამდენადაც ზოგიერთი მოვლენა უბრალოდ არ ჩქარდება. მეტიც უბრალოდ შეუძლებელია რომ აჩქარდეს და ამის მიღებაც ძალიან საჭიროა. ამის გამო
რამდენადაც ჩვენ მოთმინება ადამიანებს ეს დეფოლტ სისტემას ასეც იძახიან, ხო, ნაკლებად გვაქვს. მიღწეული კმაყოფილება არ შეგვიძლია. რაღაცას გააკეთებს ადამიანი, შემდეგ კიდე უნდა წავიდეს. რაღაცას გააკეთებს, შემდეგ კიდე და აქ ამჟამად ადამიანს რო არ შეუძლია ბედნიერების განცდა, ძალიან დიდი ტრაგედიაა ზოგადად ადამიანის ბუნების ეს საბოლოოდ. ჩვენ ყოველთვის ველოდებით მნიშვნელოვან მოვლენას, შემდეგ მნიშვნელოვან მოვლენას და ამით ვტოვებთ ხოლმე ამჟამინდელ მოვლენისგან სიამოვნების მიღებას, ან ამჟამინდელი მოვლენისგან სიამოვნების განცდას, ან ჰარმონიის განცდას, ხო? ბავშვებში არის ხოლმე ხშირად ეს და ითვლება ხოლმე აი წარმატების მიღწევის ერთ-ერთ კრიტერიუმად ვთქვათ ხო სხვადასხვა საკითხში, რომ ბავშვს აქვს ასეთი რომ ინსტინქტუალურად უნდა დაიკმაყოფილოს ყველაფერი, ხო, დაინახავს რაღაცა მანქანას მინდა და დაიწყებს ტირილს მაგალითად. ერთ-ერთი ფსიქიკის სიმყარის თვისება არის ის, რომ მე შემიძლია თუ არა ჩემი სურვილი დროში გადავავადო. ეს ნიშნავს უბრალოდ რომ მოთმინებით ანუ რაღაცა მინდა და კი არ დავესხმები ვიღაცას თავს ან გავძარცვა რაღაცას დავმართებ, ხო? შემიძლია რომ დავგეგმო მაგალითად და მოთმინებით მივგვი ამ ყველაფერს, ხო? მედიტაციურ პრაქტიკაშიც ცხადია, ადამიანი ზის ამჟამინდელ მომენტში ამჟამინდელი საკითხის გაცნობიერებით და არცად არ ჩქარობს. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიკა ჩვენ ყოველთვის სადღაც გვაჩქარებს, ხო? ყოველი მედიტაციის დროს, ყოველი მედიტაციის პრაქტიკის დროს ადამიანი ხვდება თუ რამ ჩქეფარია ადამიანის ბუნება და თუ როგორ ესე იგი მოთმენა არ შეუძლია ხოლმე ამ ადამიანს, რა. რამდენადაც ესე იგი მოთმენასთან არის დაკავშირებული ზუსტად მედიტაციური პროგრესი, რომ მედიტაცია არ არის სწრაფი პროცესი, ეს არის ეტაპობრივი. ამიტომაც მედიტაციას დავიწყებ და ხვალდაზე ყველაფერი შეიძლება არ იქნება. მოთმენაზე ძალიან ხშირ შემთხვევაში დგას ისე, როგორც სხვადასხვა თერაპიებიც, ხო, მიუხედავად იმისა, რას გვპირდება ესა თუ ეს თერაპია. ფიზიკური დისკომფორტი, რომელიც განიცდება ხოლმე მედიტაციის დროს, სხვადასხვა დროს, მოწყენილობა, მათ შორის, და მცდელობა, რომ გაუმკლავდეთ, გვეხმარება გაქცევის გარეშე შევხედოთ სიტუაციას მედიტაციის პროცესში. ეს რას გულისხმობს, რომ ეს არის, როდესაც ჩემ თავში ვაძლიერებ უნარს ემოციური რეგულაციის, რომ გავჩერდეს სანამ იმპულსურ გადაწყვეტილებას მივიღებ. რომ სწრაფად მინიმუმ შეიძლება რაღაცა გადაწყვეტილება მისაღები იყოს და კი ბატონო, ხო? მაგრამ ყველაფერს აქ და ამჟამად უცებ ვერ გადავწყვეტ, მოკლედ, ხო? აი მოთმინების იმაზეა ერთმა ჟურნალისტმა მითხრა, ადრე ესე იგი ინდურ სერიალებშიც და ფილმებშიც არის ხოლმე ხშირად, რომ რაღაცა ხდება და მე ხალხი რო ფიქრობს რა, ზოგი იქეთ-აქეთ კადრები როა გაჩერებული რა. მოგესაცილო ხო რო შეხედავ და. ხო და ეს კულტურული ის ყოფილა, რომ ესე იგი სანამ მიიღებ გადაწყვეტილებას უნდა დაფიქრდე კარგად რომ სწრაფად რომ რამეს ხო. აი ეს ერთ-ერთი მაგის ისიც ყოფილა, ხო? სხვათა შორის მედიტაციური პრაქტიკა ამ შემთხვევაში თერაპევტებსაც ეხმარებათ ძალიან კარგად, იმიტომ რომ ეს მოთმინების ის თერაპევტისთვისაც გადამწყვეტია, იმიტომ რომ თერაპევტიც როდესაც ხვდება პაციენტს და პაციენტი როდესაც უყვება რაღაც ისტორიებს, ჩვენ ყოველთვის გვაქვს, აუ რა მარტივია, მე ეს გააკეთე, როგორ ვერ ხვდები, ხო გითხარი, ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? რომელიც მასე მარტივად არ არის, იმიტომ რომ ჩვენი ფსიქიკა სხვადასხვანაირად არის, ასე ვთქვათ, მოწყობილი და მოთმინებაზე დგას, მათ შორის ცხადია თერაპიაც. ნუ მოთმინებაზე პირველი ვიდეო შეიძლება გაახსენეს ადამიანს მაჰათმა განდია მაგალითად, რომელსაც ამბობდა ასეთ რაღაცას ციხეში დიდი ხანი იყო მოკლედ მოგიხსენებათ, ამბობდა ასეთ რაღაცას, რომ მოთმინების დაკარგვა ბრძოლის წაგებას ნიშნავს, როგორც მოთმინება ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც. მოთმინება ამ გაგებით ეს არის გასაღები აზრიანი ცვლილებების. და მედიტაციის პროცესში, რასაც ამავე დროს ადამიანი უმკლავდება მოთმინებით, ეს არის მოწყენილობის განცდა. ჩვენი ტვინი ის არის მოწყობილი სულ რა დოპამინის გამოყოფაზე სულ კონცენტრირებულია, ხო, განსაკუთრებით თანამედროვე ტექნოლოგიები ხელს გვიწყობს რა TikTok-ის იმას დასკროლავ ან Facebook-ის ან რაღაცას და ნუ მუდმივად რაღაცას ვიკმაყოფილებთ, ხო? ბატონო? ტემპიც მათ შორის აჩქარებულია რა. და მედიტაცია მათ შორის მოწყენილობასაც
ეხება, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოც მედიტაციური პრაქტიკა ამ შემთხვევაში არ არის, ხო? რომ დაჯდეს ადამიანი და 1 საათის განმავლობაში დააკვირდეს საკუთარ სუნთქვას, მაგალითად, ან სხეულებრივ შეგრძნებებს, გაცილებით საინტერესო ბევრი რაღაც არსებობს ამ გაგებით რა. მაგრამ მოწყენილობას თუ ვერ გაუმკლავდა ადამიანი, ის სიმშვიდეში ბედნიერებას ვერასდროს ვერ იგრძნობს. ეს არის უმნიშვნელოვანესი რაღაცა კულტივაცია საკუთარ თავში, მოწყენილობისადმი გამკლავება, ხო? რამდენადაც სიმშვიდე გადის მოწყენილობაზე, სიმშვიდე და არა აჟიტირებულ გონებაზე. ეს ყოველთვის მასია. აჟიტირებული გონება საბოლოოდ არის მახე ფსიქიკისთვის ძალიან დიდი. ცხადია, რობოტები არ ვართ და ყველას რაღაც პრეფერენციები გვაქვს, სხვადასხვა მეთოდს მიმართავს ადამიანი გონების აჟიტირებისთვის, მაგრამ მედიტაციური პრაქტიკა ამის საპირისპიროს გვიკეთებს მოკლედ. შემდეგ ეს არის არსწრაფვა, ნებაზე მიშვება, ასე რომ ვთქვათ, non-striving, ქართულად დაახლოებით ასეთი შეიძლება ვთქვათ. ამ სიტყვის ოღონდ პოზიტიური მნიშვნელობით, თუ კი შეიძლება ამ სიტყვას კონდეს პოზიტიური მნიშვნელობა. ეს არის მომენტიდან მომენტამდე ამჟამინდელი მდგომარეობის განცდა და არა ჩაბღაუჭება, რომელიც ადამიანებს გვახასიათებს. ხანდახან საჭიროა, რომ მოვლენებს ვაცადოთ ისეთად ყოფნა, როგორიც ის არის. და ხანდახან საკითხები არის საკმარისად კარგი. ამისი განცდა არის ძალიან რთული ხშირ შემთხვევაში ადამიანისთვის. განსაკუთრებით აი ნარცისულ ეპოქაში, ნარცისულ გარემოში ურთულესია ხოლმე ამის მიღება. და ხანდახან ეს იმდენად არაცნობიერად მოქმედებს ჩვენზე, რომ ვერც ვაცნობიერებთ ხოლმე, ხო? და ეს მარტივი არ არის, იმიტომ რომ ადამიანს მუდმივად თავში აქვს რაღაც, რომ რაღაცა მუდმივად აქვს გასაკეთებელი, მოკლედ სადღაც ყოველთვის ეჩქარება. და რაღაცები არის საკმარისად კარგი. საკმარისად კარგი ეს არის პერფექციონიზმის ანტონიმი. იმიტომ რომ ყველაფერში ადამიანი იდეალური, ცხადია ვერ იქნება ამ გაგებით. მედიტაციაში მოთმინება და არსწრაფვა, ნებაზე მიშვება კიდევ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, რამდენადაც მედიტაციური პრაქტიკის დროს თუ ადამიანი ფიქრობს, რომ როდის გავსხივოს ნდები და რამდენი დრო დამრჩა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, აბსოლუტურად საზრი არ აქვს ასეთი ტიპის იმის გაკეთებას. ეს დაახლოებით დაიმსგავსება არა მედიტაციურ მდგომარეობას, არამედ რაღაცა საქმეს, ხო, რაღაცა სათარგმნე გაქვთ, ან სამსახურში გაქვთ რაღაც გასაკეთებელი დაახლოებით, მეტი არაფერი უბრალოდ რა. ან ამავე დროს ძალიან ხშირ შემთხვევაში მედიტაციის დროს ადამიანები უშვებენ შეცდომას, რომ როდის მივალ იმ სასიამოვნო მომენტამდე, რომელიც რაღაცა დროის წინ განვიცადე მაგალითად, ხო, ან სიამოვნებებზე გაკიდება, რომელიც აბსოლუტურად არასწორია. ხანდახან მით უმეტეს მედიტაციური პრაქტიკაც არ არის იდეალური. წყდება ხოლმე რაღაცა ხელს გვიშლის, ფიზიკურად თავს შეიძლება ცუდად გრძნობდეს ადამიანი და მაგას არ აუშავს. ამას აბსოლუტურად უნდა შევხედოთ ნეიტრალურად. შენელება ყველაფერს ვერ ნახავ და არ აუშავს. აი უპრიმიტიულესი მაგალითია ამისი, რომ საკუთარ თავსაც დავაკვირდი და მსგავსი მაგალითები იდენტური თუ არა, ყოველ შემთხვევაში მსგავსი ძალიან ყველა ადამიანს აქვს ალბათ, რომ ერთხელ ვათვალიერებდი ლურს მოკლედ რა. და ლური ხო უზარმაზარია, ვინც ხართ სამყოფი, ან მოკლედ შეუძლებელია, რომ ერთ დღეში მით უმეტეს ეს knახო და მქონდა თავში ასეთი ის, რომ აი კიდე როდის მოვალ ახლა რაღაცა და აი ლამის ენა გადმოგდებული, რომ ათვალიერებ ამ ნახატებს უზარმაზარს და მე საერთოდ ქრება აღარ აქვს მნიშვნელობა პიკასოს უყურებ თუ ვის უყურებ, ანუ აბსოლუტურად ყველაფერი ერთნაირია, უბრალოდ საკუთარ თავში გამოიჭერო ის უნდა კონდეს ნანახი და რატო უნდა კონდეს ნანახი. ხო ჯობია რომ მაგალითად საკმარისად კარგია რომ თქო რაღაცა აიღებ რამდენიმე მხატვარს და დაათვალიერებ და წახვალ სახლში მაგალითად. ხო ანუ აქ და ამჟამინდელი მომენტისგან მიიღებ შეგრძნებას, მაინც სიამოვნებას კი არა, ანუ აღიქვამ იმ რეალობას, რისთვისაც მიხვედი მაგალითად. ჩვენ მუდმივად რაღაც გვეჩქარება მაგალითად რა. აი ბუდისტი ბერი ვთქვი, თიჩ-ნათ ჰანი და მის სიტყვებს ესე იგი წავიკითხავ თავიდან ბოლომდე. ჩვენ გვაქვს ტენდენცია რომ გავაკეთოთ უпростоრად ჩვენ გვაქვს ტენდენცია რომ ვაკეთოთ და არა ვიყოთ. ჩვენ ვფიქრობთ რომ არაფერს ვაკეთებთ და დროს ვფლანგავთ ფუჭად ადამიანები, მაგრამ ეს არ არის სწორი. დრო პირველ რიგში ნიშნავს რომ ვიყოთ. ვიყოთ რა? ვიყოთ ცოცხლები, ვიყოთ მშვიდობიანები, ვიყოთ შინაგანად სავსეები და ვიყოთ მოსიყვარულეები. ეს არის რაც სამყაროს ჭირდება ყველაზე მეტად ჩვენგან. ჩვენ ყველას გვჭირდება გავწვრთნათ ჩვენი თავი, რომ ვიყოთ. ეს არის ყველა ქმედების ბაზისი. და აი უფრო მნიშვნელოვანი სიტყვებია, რომ
ჩვენი ყოფნის ხარისხი განსაზღვრავს ჩვენი ქმედების ხარისხს. ამ გაგებით ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მედიტაცია ეს არ არის რაღაცის კეთება. ეს არის მდგომარეობა. ეს არ არის საქმე. ადამიანი მაგ დროს რაღაცას არ აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ ინსტრუქციის დროს ცხადია ეს არის რა. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ხშირად ეშლებათ ხოლმე მედიტაციის ახმებში ადამიანს, ეს არის რომ მედიტაცია თავისი ფუნდამენტური არსით ნიშნავს აქ და ამჟამად ყოფნას და არა გაქცევას. იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა ფილმებიდან ან კომერციულიდან გაგვიგია რომ ვიღაცა მთაზე დაჯდება და ასტრალში გავიდა და იმოგზაურა galaktikაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ეს არ არის ცხადია მედიტაცია. მედიტაცია არის აქ და ამჟამად ყოფნა. გასხივოსნებაც, რომელიც არის ესეთი ტერმინი, ხო, გასხივოსნება, გამოღვიძება, კი ბატონო, რომელიც არსებობს ნამდვილად, მე ვერ გესაუბრებით გასხივოსნებული ადამიანის პოზიციიდან, ისე ვამბობ. ეს არის ცნობიერი მდგომარეობა და არა გასული მდგომარეობა, სამყაროდან გასული მდგომარეობა. პირიქით, გასხივოსნებული და გამოღვიძებული ადამიანი ამ შემთხვევაში ყველაზე კარგად შეიგრძნობს სამყაროს აქ და ამჟამად, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება. მედიტაციური მდგომარეობა ეს არ არის კონცეპტი, ეს არ არის თეორია, რომ ჩვენ ვიჟონგლიოროთ ახლა რა საინტერესოდ თქვიან, ვის როგორ მოეწონა, ხო? ეს არის ყოფნის გზა, არსებობის გზა, სიბრძნის მდგომარეობაში იყო სამყაროსთან, რომელიც ხორციელდება მხოლოდ ამჟამინდელ დროში. და ეს არ ნიშნავს, რომ მედიტაციის დროს მე გავხდები დალაი ლამა, მედიტაციის შემდეგ მე გავხდები ვიღაცა ტიპი, რომელიც ფილმში მინახავს, რაღაცეებს აკეთებს, არავითარ შემთხვევაში. მედიტაციის დანიშნულება და ესეც არის, რომ ჩვენ გავხდებით ჩვენივე თავი, ვინც ვართ რეალურად. და ჩვენ აღმოვაჩენთ ნელ-ნელა, რომ ჩვენივე თავი, ვინც ვართ, მაგისგან ძალიან ხელს გვიშლის ჩვენი წარმოდგენები იმის შესახებ თუ ვინ ვართ ჩვენ. ამ გაგებით ცხადია ნამდვილი პრაქტიკა, მედიტაციური პრაქტიკა, ეს არის ცხოვრება და არა მაინც და მაინც ქანდაკების მდგომარეობაში გაშეშებული ყოფნა. ცხადია ეს პრაქტიკები მაგას გვეუბნება და საჭიროა, კი ბატონო, ხშირ შემთხვევაში, მაგრამ საბოლოო დანიშნულება ეს არის, ანუ ამ შემთხვევაში მედიტაციური პრაქტიკა ეს არის ინსტრუმენტი და არა რაღაცა წმინდა მოვლენა. რომელიც ინსტრუმენტი, რომელიც ადამიანმა სწორად უნდა გამოიყენოს, რომ ესე იგი სასურველი მიზნისკენ წავიდეს მინიმუმ. ეს არის ესე იგი საკუთარ თავთან ურთიერთობა, მედიტაციური პროცესი და არა საკუთარი თავისგან გაქცევა, სხვა სამყაროში გადასვლა, ან სიამოვნებების გაკიდება, ან ასე შემდეგ და შემდეგ, ან გაქცევა რეალობიდან, ხო? პიროვნების მე, რომელიც განიცდის ღრმა ტრანსფორმაციას, არა იმისთვის, რომ სამყარო დატოვოს, არამედ აქ და ამჟამად და ამის განცდა კონდეს, ეს არის მედიტაცია. ეს არის ამ სამყაროში ცხოვრება და არა დისტანცირება, როგორც უკვე გითხარით, და ამისგან დისტანცირებას აკეთებს ძალიან ხშირ შემთხვევაში სიამოვნების განცდა. სიამოვნების განცდა არის ისეთივე მახე, როგორც უსიამოვნების განცდა. იმიტომ რომ სიამოვნების განცდას ხშირად ეჭიდება ადამიანი და აქედან გამომდინარე, შემდეგ არც მედიტაციური პრაქტიკას აკეთებს ისე, როგორც საჭიროა და არც ისეთი მაინდსეტი აქვს, ისე როგორც საჭიროა, ხო? და ძალიან ხშირ შემთხვევაში შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც მედიტირებს და მაგაში ცუდი არაფერი არ არის, კი ბატონო, მაგრამ საბოლოოდ რას აკეთებს მედიტაცია, ხო? მათ შორის თერაპიული გაზომვარითი შეიძლება რომ გონებას ამშვიდებს, მაგალითად, ცოტა მოდუნებულია და ამაზე დაიწყოს ადამიანმა ფიქრი და გრძნობებით თამაში დაიწყოს მოკეთ და მაგ დროს დაკარგოს ზუსტად ის რისთვისაც არის მედიტაცია. კი ბატონო, მაგას თუ გაყვება, ცუდი მაგაში არაფერი არ არის. დამშვიდდება, დაწყნარდება, კონცენტრაცია უკეთესი ექნება, მაგრამ რეალურად ეს დამატებითი ბენეფიტია მედიტაციის, მაგრამ რეალური მედიტაციის ესე იგი დანიშნულება კიდევ უფრო სხვა არის, რომელსაც ჩვენ ვეძახით სამყაროს წვდომას, უკეთესად, რა. და ამ გაგებით ხშირად ამბობენ ხოლმე ადამიანები, რომ აი გიტარაზე უკრავ და მაგით მედიტირებ, მაგალითად, ან რაღაცა ფილმი ვნახე, ან რაღაცა მუსიკა მოусმინე, ხო? ეს არ არის მედიტაციური მდგომარეობა. ეს არის უბრალოდ რეალობისგან მოწყვეტა. ეს არის მედიტაციის საპირისპირო მდგომარეობა, რომელიც არ არის ცუდი, არც მუსიკა არის ცუდი და არც გიტარაზე დაკვრა და არც დოლზე დაკვრა. კი ბატონო, მაგრამ თუ კი ჩვენ დავინახავთ, რომ ეს ჩვენ რეალობას გვაცილებს, კი ბატონო,
გიტარაზე დაკვრა უფრო ჯანსაღი მეთოდია, ვიდრე მაგალითად ნარკოტიკების მიღება. მაგრამ თავისი არსით თუ მაგრად გვწყვეტს რეალობას და დღეს კიდევ უფრო მარტივია ტელეფონებით და ხელოვნური ინტელექტიდან გამომდინარე, ესე იგი ალგორითმის მეშვება ხოლმე, რომ ვერ გვწყვეტს ხოლმე იმას არა. ამიტომ ეს მედიტაციური მდგომარეობა არ არის, ეს არის საპირისპირო მდგომარეობა. ამ კუთხით. მედიტაციური მდგომარეობა არის ყოველთვის დაბრუნება იმ წერტილში, რომ მე ვაზრონებ, მე ვფიქრობ და ვაკვირდები ჩემი ფიქრის პროცესს. ამაში თუ რაღაცა ხელს მიშლის, ეს არ არის მედიტაციური მდგომარეობა მაშინ. ცხადია მედიტაციის განმარტება ამ კუთხით შეგვიძლია ვთქვათ ის არის, რომ ეს არის იცხოვრო სამყაროს წესებით, რომელიც არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ სამყარო არ შევცვალოთ ან არ გვინდოდეს სამყაროს შეცვლა, ხო? თვალი დახუჭე, დაინახე რომ რაღაც ტბაში შედიხარ, გააქვს ბევრი ფული, იახტები, მანქანები და მაგასე მედიტაცია ეს არ არის მედიტაციური მდგომარეობა. კონცენტრაციის რაღაცა მდგომარეობა არის, მაგრამ რასაც ხანდახან ვულგარული ფორმით ხვდებით ხოლმე, თანამედროვე მარკეტინგშიც შეიძლება იყოს რა, საკუთარი თავი დააჯერე, რომ ყველაზე მაგარი ხარ, ყოველდღე თადექი და სარკეში 9 ჯერ გაიმეორე, რომ შენ ხარ ყველაზე მაგარი და ასე შემდეგ. და შემდეგ ეს არ არის მედიტაციური მდგომარეობა თავისი არსით. არ ვიცი, გარკვეულწილად ცხოვრებაში ადამიანს რაღაცაში შეიძლება ხელი შეუწყოს, ანუ პათოლოგიზაციას არ ვახდენ ყველა ვარიანტში, მაგრამ მედიტაცია ეს არ არის, ხო? ეს არის საკუთარი თავის შეცნობა და საკუთარი თავის შეცნობის შედეგად ჩვენ აღმოვაჩენთ ხოლმე ყოველთვის თუ ვინ გვგონია რომ ვართ ჩვენ რეალურად ვინ ვართ იმისგან არის უდიდესი განსხვავება ძალიან დიდი განსხვავება და ამ განსხვავებაში დევს მოკეთ ჩვენი ეგო, სელფი, ფიქრები და მსგავსი ისინი რომელზეც აი ცოტა ხანში ვისაუბრებთ. იუნგს აქვს ასეთი მშვენიერი ციტატა ისე რომ ვისკვნათ ვინც იხედება შიგნით მას ღვიძავს. ვინც იხედება გარეთ, მას წინავს. არ ვიცი ციტატა ძალიან ზუსტად ვაციტირე თუ არა, მაგრამ დაახლოებით ასეთი ის არის. მედიტაციის მდგომარეობაც ეს არის, რომელიც ამ შემთხვევაში თერაპიასაც ემთხვევა, ხო? და ეს კიდევ ერთხელ არ გულისხმობს, ან რომელ კონცეფტზე გვაქვს ხო საუბარი, რომ სამყარო დავინახოთ ისეთი, როგორიც არის. ეს არ გულისხმობს იმას, რომ ადამიანმა ყველაფერზე გაღიმებულმა იაროს, ან არაფერმა არ შეაწუხოს მაგალითად. ხშირ შემთხვევაში შეიძლება ნახოთ ადამიანი, რომელიც აღფრთოვანებულია მაგალითად რაღაც აღმოსავლური სიბრძნით და ანუ აი თითქოს არაფერი არ აწუხებს და აი ყველაფერზე გაღიმებულია და ყველაფერზე მადლობას იხდის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? კი, გონების რაღაცა ის თუ მივიდა მაგდონემდე შესაძლებელია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ადამიანი მაგ დროსაც უარყოფაშია. დავინახოს სამყარო ისეთად, როგორიც არის, მათ შორის ნიშნავს იმას, რომ სამყარო ხანდახან კარგი არ არის. ხანდახან არ არის სასიამოვნო. უბრალოდ მედიტაციური მდგომარეობა ჩვენ გარნახავს რომ არ ჩავებღაუჭოთ ამას, არამედ აღვწეროთ და დავაკვირდეთ საკუთარ ფიქრებს, გრძნობებს. ეს არის ამ რეალობაში ყოფნა და რეალობის უარყოფა. და რეალობის უარყოფაში თუ წავა ადამიანი, ესეც მედიტაციის საპირისპირო მდგომარეობა არის, ხო? იმიტომ რომ ჩვენ თუ ნეგატივს გამდევნით ყველაფრის ფასად საკუთარი თავიდან, შემდეგ ის ბრუნდება სხვა ფორმით, სიმპტომის ფორმით, დაავადების ფორმით, ურთიერთობაში პრობლემების ფორმით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ბუდამ თქვა ასეთი რაღაცა, რომ უარყოფაზე, მოკლედ რა, რომ უარყოფა ეს გავს დაახლოებით, რომ თქვენ დალიოთ წამალი, საწამლავი, იმის იმედით, რომ თქვენი მტერი მოიწამლება. მოკლედ ეს არის უარყოფის განმარტება. ცუდი გაგებით არა? ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი რასაც ყველა ადამიანი აბსოლუტურად რა ტიპის ალბათ სავარაუდოდ ნებისმიერი მედიტაციის კონცენტრაციის დროს, თუმცა ინსაიტ ან ვიპასანა მედიტაციის დროს ყველა ვარიანტში ხდება ის, რომ ადამიანი აღმოაჩენს ამ პრაქტიკის დროს, რომ მას ამ პრაქტიკებში ხელს უშლის მოულოდნელად შემოჭრილი ფიქრები. თქვენ რო გითხრათ მაგალითად, რომ აი და სიტყვაზე ვამფაი ყველაზე მარტივი მაგალითი პროექტორს დააკვირდით 1 წუთის განმავლობაში. და იფიქრეთ მხოლოდ პროექტორზე და მეტზე არაფერზე. ანუ ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება. იმიტომ რომ რაღაცა დროის შემდეგ აბსოლუტურად შემოვა სხვადასხვა ფიქრები ჩვენს გონებაში შემოიჭრება. ნუ მედიტაციის ესე იგი ინსტრუქცია ის, რომ ამ ფიქრებს არ ჩავებღაუჭოთ, ნეიტრალურად შევხედოთ და დაუბრუნდეთ კონცენტრაციის ობიექტს, ხო? მაგრამ ადამიანი აცნობიერებს იმას, რომ ის თუ შემდეგი ფიქრი მის გონებაში რა შემოიჭრება, მან წინასწარ არასდროს არ იცის. ამიტომაც რაღაცა ფიქრები მოდის, რომელზეც მე გავლენა არ მაქვს. თუ კი მე წინასწარ ვიცი რა ფიქრები შემოვა, მაგ შემთხვევაში სხვა პათოლოგიასთან გვაქვს საქმე.
და ეს პათოლოგია შეიძლება იყოს აკვიატება მაგალითად, რომელიც დიაგნოზის ნაწილი შეიძლება იყოს სხვადასხვა დაავადების. ამიტომაც დიდ კითხვის ნიშანს, როდესაც სვამენ, რომ აი free will აქვს თუ არა ადამიანს, ერთ-ერთი მაგალითი ესეც მოყავს, რომ მედიტაციის დროსაც ადამიანმა არასდროს არ იცის შემდეგი ფიქრი რა მოვა. და როგორც კი დაიწყებთ თქვენ მედიტაციის კეთებას, ან ვინც თვინმე თუ აკეთებთ, მაგის გამოცდილება ყველა ადამიანს აქვს აბსოლუტურად, ვინც მედიტირებს. ეს არ ნიშნავს, რომ ფიქრი არის ცუდი, ცხადია, ფიქრი მედიტაციის და კონცენტრაციის პროცესში ხელს გვიშლის, მაგრამ ცხადია არ ნიშნავს, რომ ფიქრი ცუდია. კარგია უბრალოდ, უბრალოდ მნიშვნელოვანია თუ რა დონეზე ვიდენტიფიცირდები მე ჩემს ფიქრთან. აქ არის უფრო მნიშვნელოვანი კითხვა და არა ის, რომ ადამიანი რო შეეცადოს, რომ ახლა ფიქრები გათიშოს და დაჯდეს, ხო, თავი ატკიდება უბრალოდ რა. მინახავს რომ რამდენიმე ადამიანი რო აი რაღაცა მედიტაცია დავიწყე და ფიქრების გაჩერება მინდა და ცუდად გახდება, იმიტომ რომ შეუძლებელია ნუ ფაქტობრივად, ხო? რაღაცა პრაქტიკის შემდეგ რა ძალიან დიდი ხნის სხვადასხვა პრაქტიკები არსებობს დაახლოებით მსგავსი, მაგრამ უბრალოდ მსგავსი რაღაც შეუძლებელია. ეს არის უბრალოდ რომ ფიქრები შემოდის და მე ამ ფიქრებთან ყოველი ფიქრის შემოსვლის დროს მასთან არ ვიდენტიფიცირდები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მედიტაციის დროს. ფიქრზე ჩაბღაუჭება არის ყველაზე ისეთი რთული, იმიტომ რომ როდესაც მაგალითად ადამიანი კონცენტრირებს სხვადასხვა იქნება ეს სუნთქვა, სხეულებრივი შეგრძნებები, მოდის ფიქრები, რომელზეც ადამიანი უარს ამბობს ნეიტრალურად განსჯის გარეშე და უბრუნდება კონცენტრაციის ობიექტს. და შემდეგ ეს ფიქრები მოდის უფრო მეტი სიღრმიდან, ფსიქიკის უფრო სიღრმისეული მდგომარეობიდან, იმიტომ რომ ფსიქიკა თავისი დაცვითი მექანიზმებით ყველაფერს აკეთებს, რომ ისევ ფიქრებში გადაგვისროლოს. და ყოველი შემდეგი ფიქრი გასამკლავებლად არის უფრო რთული. ამიტომაც ყველა ფიქრი არა ხანდახან შეიძლება არ იყოს მასე, მაგრამ თავისი არსით უფრო და უფრო რთული ხდება ადამიანმა, რომ ფიქრზე უარი თქვას. და პრაქტიკა არის ცხადია ის, რომ ჩვენ ნეიტრალურად იდენტიფიკაციის გარეშე აღწეროთ ის და ხანდახან აი მედიტაციის პრაქტიკები, ვისაც გამოგიuliათ, ხანდახან ფიქრი შეიძლება ისე წაიღოს ადამიანმა, რომ 15-20 წუთის განმავლობაში შეიძლება პირობითად ან შეიძლება ნაკლების ფიქრობდეს და ვერც კი ხვდებოდეს, რომ ფიქრშია რა. როგორც კი გაანალიზებს, რომ რაღაც ფიქრმა წაიღო, უნდა დაუბრუნდეს კონცენტრაციის ობიექტს ამ შემთხვევაში. რამდენადაც მხოლოდ ნეიტრალურობაში და არა განსჯით მიდგომაში იბადება საღი აზრი. უпростоრად აი ჭეშმარიტებასთან ყველაზე მეტი წვდომა მაგ დროს შეიძლება გქონდეს ადამიანს, ხო? აზრები დროთა განმავლობაში მედიტაციური პრაქტიკის შემდეგ ადამიანი აღმოჩნდეს, რომ აზრები, სადაც ის იქმნება, არის სხვა სამყარო საერთოდ. და აზრები არის დროებითი. ნებისმიერი ფიქრი, რომელზეც ჩვენ უარს ვამბობთ ნეიტრალურად, შემდეგ გაქრება, შემდეგ სხვა მოდის, ან შემდეგ ისე უბრუნდება და მუდმივად იცვლება. აზრს აქვს, ესე იგი, ცვალებადი ბუნება ყოველთვის. მედიტატორი თავისი არსით, ესე იგი მედიტაციური პროცესი, მედიტატორი აკვირდება იმ მოვლენას, სადაც ხდება აზროვნება. ეს არის ფიქრზე დაკვირვება. არა ფიქრზე გაყოლა, არამედ ფიქრზე დაკვირვება, რომ ეხლა ფიქრობ და მაგაში ფუნდამენტურად ეჭვის შეტანა, რამდენადაც ინსტრუქცია ამ შემთხვევაში, რომ ფიქრზე უარი თქვას, ინსაით მედიტაციის შემთხვევაში გულისხმობ უფრო მეტად. დაკვირვება არა ფიქრზე, არამედ ფიქრის პროცესზე, რაც განსაზღვრავს ცნობიერ მდგომარეობაში ყოფნას, ხო? და ამ დროს შემოდის, ესე იგი, განპირობებული გონების ამას უკეთესად ვეხებით ადამიანები, სანამ ადამიანი სხვა კულტურის ადამიანთან არ შევა კონტაქტში, მანამდე ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, თუ ჩვენი გონება რამდენად არის დეტერმინირებული სხვადასხვა კულტურით. ხანდახან ჩვენი ფიქრები იმდენად მყარი გვეშვენება, რომ გონია, რომ ეს არის რაღაცა ბიოლოგიურად ჩვენში ჩადებული. მაშინ, როდესაც სოციალური თვალსაზრისით აბსოლუტურად ყველაფერი შეძენილია ჩვენში. ეს არის ესე იგი მედიტაცია არის პროცესი, როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რამდენად განპირობებულია ჩვენი გონება ძალიან ხშირ შემთხვევაში. და საბოლოოდ ადამიანი აღმოაჩენს, რომ ცნობიერება იმაზე დიდია, ვიდრე ნებისმიერი ფიქრი. და ამის მაგალითი რა შეიძლება იყოს, რომ ჩვენ შეიძლება ვფიქრობდეთ სამყაროზე, გალაქტიკაზე, მულტივერსზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ამის ზემოდან ჩვენ შეგვიძლია გავაცნობიეროთ, რომ ამაზე ვფიქრობთ. ანუ ცნობიერება გაცილებით უფრო ფართოა ყოველთვის, ვიდრე ნებისმიერი ტიპის ფიქრი ადამიანში. ამ გაგებით, ესე იგი, ეს არის შეიძლება ითქვას ადამიანის სუპერძალა მედიტაციის დროს
და ეს შეიძლება იყოს გარკვეულწილად ესე იგი კონცენტრაციის საკითხი. ხშირად ესე იგი მედიტაციური პრაქტიკების დროს ამას ადარებენ თქვათ ფოტოგრაფიის ლინზას, ხო, რაღაცას ფოკუსში, რასაც ამოვიღებთ, სხვა რაღაცა არ ჩანს, ხო, ანუ კონცენტრაციას ვახდენთ რაღაცაზე, ხო, ფოტოგრაფიის ლინზა კი არა, ჩვენ თავსაც რო შევხედოთ, ხო, ან რაღაცას რო დავაკვირდეთ, ნიშნავს, რომ სხვა პროცესები უკანა პლანზე გადაიწევს. და ადამიანები ვარჯიშობენ ხოლმე, რომ მედიტაცია კი ბატონო, კონცენტრაციას ავარჯიშებს პრინციპში ყველა ვარიანტში, მაგრამ ეს არ არის ყველაზე მთავარი მედიტაციის დროს, იმიტომ რომ ფიქრებზე ჩვენ უარს ვერასდროს ვერ ვიტყვით და არასდროს არ ვიტყვით, იმიტომ რომ ყოველთვის შემოვა. მედიტაციის მთავარი უნარი ამ შემთხვევაში არის ის, რომ მე დავაკვირდე ამ ფიქრებს ნეიტრალურად, რომელიც ცხოვრებაში შემდეგ არის ძალიან გამოსადეგი, ხო? ეს არ ნიშნავს ძალიან ხანგრძლივი მედიტაციაც, ცხადია არ ნიშნავს, რომ მე ფიქრები არ შემაწუხებს არასდროს. ბუნებრივია მაგას არ ნიშნავს. ტიბეტურ ბუდიზმშია შედარებული კარგად ძალიან კარგი ალეგორია მოყვანილი, რომ ფიქრები შედარებულია ქურდებს, რომლებიც მაინც შედის სახლში მოსაპარად, მაგრამ სახლი ხდება ცარიელი. ამიტომ ფიქრი მოდის, მაგრამ ვერაფერს ვერ მაკლებს. ამ გაგებით რამდენადაც სიტყვიერად შეგვიძლია ჩვენ ამის ახსნა, მედიტაცია ყველა ვარიანტში აკეთებს ესე იგი აზროვნების გაფართოებას, ეგოს საზღვრების გაფართოებას. სიმართლე ჩემს გადმოსახეთსა და რეალურ სამყაროს შორის არის საკმაოდ შორი მანძილი და აქედან მაშორებს ჩემი სელფი, ჩემი ეგო, ჩემი წარმოდგენები იმის შესახებ თუ ვინ ვარ მე. და მედიტაციური პროცესი კულტივაციას ახდენს იმის, რომ ახალი ინფორმაცია მივიღო არა იმის მიხედვით თუ რა მსიამოვნებს, ან რა არ მსიამოვნებს, არამედ ბევრად ფართო კონტექსტში განვიხილო სამყაროში მიმდინარე მოვლენები. რამდენადაც ახალი ცოდნა მუდმივად დამაკმაყოფილებელი ვერ იქნება, ხო? და დამაკმაყოფილებელი არ არის ახალი ცოდნა. და მუდმივად სიამოვნების წყარო ახალი ცოდნა ვერ იქნება. თუ ჩვენ ყველა ცოდნაში სიამოვნების წყაროს ვეძებთ, ამ შემთხვევაში აბსოლუტურად ავწდებით რეალობას. მედიტაციის პროცესი გულისხმობს ისეთი მოვლენის კულტივაციას, როდესაც ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას ისეთ პერსპექტივაშიც კი, რომელიც ჩვენთვის საერთო არ არის. სხვადასხვა მედიტაციური პრაქტიკები რას გულისხმობს, რომ დავაკვირდე მაგალითად ჩემს სუნთქვას, ჩემს ხელოვნებრივ შეგრძნებებს. და რატო საერთოდ არ არის სასიამოვნო, საერთოდ არ არის საინტერესო, მაგალითად, ხო? რომ რას ხელოვნებრივი შეგრძნებები შეიძლება მქონდეს. ნუ ყოველ შემთხვევაში ძალიან აჟიტირებას მაგით ადამიანი ვერ განიცდის, ხო? ეს კულტივაციას ახდენს ჩემში იმაში, რომ ისეთ პროცესებშიც შევხედო, რაც ესე იგი ჩემი ეგოს მიღმა, გარკვეულწილად რამდენადაც შესაძლებელია, ხო? არ ვეჭიდები საკუთარ აზრებს, შესაბამისად, ესე იგი აი აზროვნების პროცესის გაფართოება რანაირად შეიძლება ვთქვათ, რომ მედიტაციის დროს, კონცენტრაციის დროს, როდესაც შემოდის ფიქრები, ნებისმიერ ფიქრზე რაც არ უნდა იყოს, არის ასეთი ინსტრუქცია, რომ მე არ ვებღაუჭები ამ ფიქრს, არ ვიდენტიფიცირდები მასთან, უარს ვამბობ გარკვეულწილად, ნეიტრალურად ცხადია და უბრუნდები. შემდეგ სხვა ფიქრები მოდის. შემდეგ ფიქრები ხშირად შეიძლება მოვიდეს უფრო სიღრმიდან და ცხადია, ეს ყველა ვარიანტში უწყობს იმას, რომ ჩემი ეგო და ჩემი ცნობიერება გაფართოვდება, რამდენადაც ჩემი სამყარო სახქმის ლინზა უფრო და უფრო ფართოვდება მედიტაციის პროცესის დროს. ეს ამისი აღწერა სიტყვიერადაც ძალიან მარტივად შეიძლება. ამ გაგებით მედიტატორია, ეს არის ჭეშმარიტი მკვლევარის ცნობიერება, რომელიც ინფორმაციას იღებს არა მარტო იმისგან, რომ რაც სიამოვნებს ან რაც არ სიამოვნებს ან რაღაცას ჩაებღაუჭოს, არამედ იმისგან, რაც რეალურად არსებობს, რაც რეალურად არის დასაკვირვებელი, ხო? რომელიც და მედიტაციური პროცესი შეიძლება ძალიან დაეხმაროს მეცნიერ ადამიანს, ხელოვან ადამიანს, გააფართოვოს საკუთარი წარმოდგენა, სხვადასხვა პერსპექტივიდან შეძლოს სამყაროს სახქმა. და გადავიდეთ ისეთ საკითხზე, რომელიც არის იდეაში ყველაზე მეტად განხილვადი და ყველაზე მეტად საკამათო ხოლმე მედიტაციის დროს, როგორც არის ეგოს დეკონსტრუქცია. რამდენადაც ანუ არსებობს თუ არა ეგო, შესაძლებელია თუ არა მედიტაციის დროს ჩვენი ეგოს, ანუ ჩვენი პიროვნების მეს ბოლომდე დეკონსტრუქცია, მაგრამ ცოტა შორიდან დავიწყოთ და მაგ საკითხს მივუახლოვდეთ, ხო? რამდენადაც ჩვენ ვიცით, რომ კონცენტრაცია ეს არის არა ფიქრზე დაკვირვება, არამედ ეს არის
ჩვენს სენსორზე დაკვირვება, საიდანაც ხდება სამყაროს აღქმა. ანუ შენ გაქვს ინფორმაცია, ადამიანს აქვს ინფორმაცია, რომელიც აღიქმება ჩვენი სენსორიდან. დაახლოებით რო წარმოვიდგინოთ, სხვადასხვა საკითხზე ჩვენი მოსაზრება განსაზღვრავს რა, ჩვენი გადმოსახედი. ვინ ვართ, რა სოციალური კლასის წარმომადგენელი ვართ, როგორი აღზრდა გქონია, როგორი განათლება, რა ასაკის ვართ, ეროვნება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ჩვენი ფიქრები მაგით განისაზღვრება ხოლმე. როდესაც მედიტაციის დროს მუდმივად ამ ყველაფერზე უარის თქმის შედეგად ჩვენ ვაფართოვებთ ჩვენ სამყაროს ლინზას, აღქმის იმას, ხო? ამ დროს ფიქრი არ იტესტება, სწორი ვარ თუ არასწორი. არამედ ამ დროს იტესტება სენსორი, საიდანაც ადამიანი ფიქრობს, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ხშირ შემთხვევაში შეგვიძლია ვნახოთ ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ცუდი განწყობა არ ქონდეთ, მაგრამ რაღაცა პერსპექტივიდან უყურებდნენ სამყაროს და მუდმივად აკაკუნებდნენ მოგეთ კოდალასავით რა. ხო, მუდმივად და ქონდეთ აი ვერა მოხსენი, რა დავაშავე, რა გავაფუჭე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და შეიძლება არ ქონდეს რეფლექსია, რომ შეიძლება სადღაც სხვა კუთხიდანაც შეიძლება შევხედოთ სამყაროს. ამასინაც ხუმრობდი ჩემს Facebook-ზე, რომ დათა თუთაშხიაზე მქონდა ის, რომ აი მეთქი რაღაცა კოდალა კაცი იყო, მეთქი ხუმრობითი ცხადია რა. რომ მთელი ცხოვრება ვიღაცას ეხმარებოდა, ვისაც დაეხმარა, იმანაც გაძარცვა, ვისაც არ დაეხმარა, იმანაც უღალატა და ვერ გავიგე და რა დავაშავე და მთელი ცხოვრება მოკლედ კედელს ეხეთქებოდა თავით რა და ასეთი ხუმრობა ის ქონდა, რომ არასდროს არ დაუსვამს საკუთარი თავისთვის პერსპექტივა, რომ იქნება არასწორი ლინზით უყურებს რაღაცას რა. ანუ იქნება ცოტა სხვა კუთხიდანაც შეიძლება რაღაცის შეხედვა, ხო? ანუ თავისი განპირობებული ცნობიერების გამო ხო არ ვარდება მუდმივად ერთი და იგივე მდგომარეობაში, ხო? მედიტაციური პროცესი ზუსტადაც ავითარებს არა მაინც და მაინც ინტელექტს ამ სიტყვის რაოდენობრივი ცოდნის გაგებით, არამედ იმ სამყაროს აღქმის ინსტრუმენტს, საიდანაც ჩვენ მოვლენებს აღვიქვამთ, ხო? აი მედიტაციაზე ერთი ძალიან ესეთი საინტერესო მაგალითია ნორვეგიაში თუ რომელიღაცას ზუსტი ისინი აღარ მახსოვს დეტალები, მაგრამ ამ შემთხვევაში არ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მოკეთ რომელიღაც სკანდინავიურ ქვეყანაში ავტობუსი მიდიოდა, რომ მისულიყო მოკეთ თვითმფრინავთან აეროპორტში მოკლედ რა. და იქ ავიდა აზიური გარეგნობის ქალბატონი. და რომელმაც ისენა არ იცოდა, რომელ ქვეყანაში ეს ყველაფერი ხდება, მოკლედ და ავტობუსი მე გაჩერდა ან საჭმელად ან რაღაცაზე მოკლედ შესასვენებლად და ეს ქალი ჩავიდა იმიდან ავტობუსიდან და გამოიცვალა ტანსაცმელის რაღაცა დაჭირდა ალბათ და ავიდა ავტობუსში და ვერავინ ვერ იცნო მოკლედ რა და დაიწყეს ამ ქალის ძებნა. ამ ქალს ახლა ენა არ იცოდა და ვერ ლაპარაკობდა და ყველა ეძებდა ამ ქალს, იმიტომ რომ სხვა ტანსაცმელი ეცვა მოკლედ და აი ეს ქალიც ვერ მიხვდა რაში იყო საქმე და დაუწყო საკუთარ თავს ძებნა მოკლედ ვიღაცას ეძებენ და ჩაერთო ამ პროცესში მოკლედ რეალურად საკუთარ თავს ეძებს რა და საბოლოოდ ეს ქალი იპოვეს მოკლედ ანუ მიხვდნენ რაღაცნაირად რომ ვისაც ეძებდნენ მაგრამ არასწორი ტერმინია ჩვენ შეიძლება არასწორი ტერმინია რომ თქვათ რომ ეს ქალი იპოვეს მაგალითად ეს ქალი არ უპოვეთ ეს ქალი იქ იყო ყოველთვის მოკლედ ხო მედიტაციური საკითხიც არის რომ ხანდახან ჩვენ თავს ვეძებთ აბსოლუტურად სხვა პერსპექტივით იმ პერსპექტივით თუ ვინ რა მოგანიჭათ რა როლი მოგცათ და იმის მიხედვით და ადამიანი მე იდენტიფიცირდება იმასთან რაც განუსაზღვრეს მას ეს ყოველთვის ცუდი არ არის ცხადია ევოლუციური პერსპექტივით ან ფსიქოანალიტიკური თქვა ობიექტთან ურთიერთობის პერსპექტივით რო ავიღოთ ცხადია რაღაც ეგოს რაღაც ეტაპზე განვითარება ბუნებრივია სჭირდება მაგრამ მედიტაციური პროცესი არის მუდმივად კითხვის ნიშნის დასმა რომ ნამდვილად ხარ ის რომელიც შენ განგისაზღვრეს რო იყო და გადავიდეთ ისეთ საკითხზე როგორც არის ეგოს დეკონსტრუქცია და მანამდე შევთანხმდეთ რა არის ეგო იმიტომ რომ დაახლოებით ვიცით რა არის, მაგრამ სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვანაირად წარმოუდგენია. როგორც ფროიდიანული პერსპექტივით, თქვათ, ეგო არის ინსტანცია, რომელიც არეგულირებს არაცნობიერსა და სუპერეგოს, ანუ მორალური ღირებულებების რაღაცა გამაშუალებელი ობიექტია, ხო? ლაკანიანური ფსიქოანალიზი ცოტა სხვანაირად უყურებს ამ შემთხვევაში ეგოს და ეგოს აღიქვამს როგორც ილუზიას. და რეალობას აღიქვამს ადამიანის მეს, ნამდვილ მეს და ეგო არის ასე ვთქვათ ის წარმოდგენები, რომელიც რეალურ მესთან გვაშორებს. არ ვიცი,
კოგნიტური ფსიქოლოგიის პერსპექტივით ეგო არის თქვათ კონცეფტი, რომელთაც ჩვენ წარმოგვიდგენია თუ ვინ ვართ ჩვენ მაგალითად, ხო? შეგვიძლია ესე ვუწოდოთ. ძალიან შეიძლება გადავიჭრეთ მოკლედ ინტელექტუალურ იმაში და უბრალოდ ეგო დავარქვათ ისეთ მოვლენას, რომელიც არის რომ ვინ ვარ მე, რა წარმომიდგენია რომ მე ვარ ამ შემთხვევაში, ხო? და მედიტაციური პროცესი ყველა ვარიანტში, ინსაიტ მედიტაციური ტექნიკები განსაკუთრებით ეგოს რაღაც ნაწილის დეკონსტრუქციას ყოველთვის ახდენს. ყოველთვის ხდება ეს. და რატო ხდება ეს, რომ აი მანამდე სანამ აქამდე გადავიდოდეთ, ბავშვობიდან რო დავიწყოთ. beginners mind-ზე დამწყების ცნობიერებაზე, ხო? ბავშვი როდესაც მოვლენება მოკლედ სამყაროს, გამადიდებელი შუშით აკვირდება ყველაფერს ძალიან დიდი ინტერესით. ძალიან ხშირ შემთხვევაში ყოველგვარი დასკვნების გარეშე რა ყველაფერი აინტერესებს მოკლედ აი ყველაფერს აღიქვამს და ისრუტავს რასაც ქვია. მერე ადამიანი ხვდება ბავშვიც რომ თვითონ არა მარტო რაღაცას აკვირდება, არამედ თვითონ ამავე დროს არის დაკვირვების ობიექტი. მილიონი ადამიანი უყურებს ვიღაცა ბიძები, დეიდები, ისეთია, ასეთია, იმას გავს, ამას გავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამის შემდეგ ცხადია ეს ემსახურება იმას, რომ ხდება ჩვენი ეგოს ფორმაცია. ადამიანი რომელიც დაიბადება მაგალითად კონკრეტულად რა ვიცი საქართველოში ხართ ეს კონკრეტული სახელი და გვარი და რო დაბადებულიყავით იგივე ადამიანი ზუსტად რაც ამერიკაში იქნებოდით ჯონ სმითი მაგალითად და იქნებოდით აბსოლუტურად სხვა ადამიანი, ხო? ამ შემთხვევაში ეგო განვიხილოთ ამ კუთხით, ანუ ამ კონცეფტის მიხედვით. და ეგო შეგვიძლია ამ შემთხვევაში შევადაროთ განპირობებულ გონებას, რამდენადაც ჩვენში ჩაჭედებული ინფორმაციები, წარმოდგენები და აღქმები გვაქვს ადამიანებს, რომელიც ამავე დროს ცხადია განვითარებისთვის საჭიროა და ევოლუციური პერსპექტივით საჭიროა, მაგრამ მედიტაციური პროცესი ყოველთვის კითხვის ნიშანს სვამს ამ მომენტზე. ყოველთვის კითხვის ხელიდან უსხლტება ეს მომენტი, ხო? რამდენადაც რეგულარული მედიტაცია ეგოს საზღვრების გაფართოებას ახდენს და თუ შევთანხმდებით ჩვენ, მოკლედ რომ ეგო რა არის, ხო? ეს არის წარმოდგენები, კონცეპტები, ფიქრები, არსი თუ ვინ ხარ შენ ამ შემთხვევაში, ანუ აზრები რეალურად, ხო? მედიტაციის დროს რა ხდება, რომ ადამიანი უარს ამბობს სხვადასხვა აზრებზე, სხვადასხვა წარმოდგენებზე, უბრუნდება ვთქვათ კონცენტრაციის ობიექტს და ეს არის მუდმივი პროცესი დეკონსტრუქციის. შესაბამისად მუდმივი პროცესის აზროვნების გაფართოების და შესაბამისად მუდმივი პროცესი გარკვეულწილად საკუთარ თავზე უარის თქმით. იმიტომ რომ აზროვნების გაფართოება ნიშნავს, რომ ზუსტად ისეთი აღარ ვარ. ანუ ოდნავ სხვანაირი ვარ, მე კიდე უფრო ფართოვდება და მე კიდე უფრო ფართოვდება, ხო? ამისი თქვათ აი ასეთი კითხვა მაგალითად გარკვეულწილად რაღაცა პარადოქსული, ხო? რა დონეზე შეიძლება გაფართოვდეს აზროვნება, რომ აი სად არის ბოლო გაჩერება. ნეირომეცნიერი არის ასეთი სემ ჰარისი, ნეირომეცნიერი და ფილოსოფოსიც მოკლედ, რომელიც ამბობს ასეთ რაღაცას, რომ ბოლო გაჩერება არ არსებობს, მოკლედ. აი ეს არა მარტო სემ ჰარისის აზრია, მოკლედ, ეს ცნობილი აზრია, ეგეც, რომ ბოლო გაჩერება არ არსებობს, იმიტომ რომ თუ ბოლო გაჩერებას მე შევეხე, შესაბამისად მე უნდა შევეხო ჩემი ეგოდან ამ ყველაფერს და რაღაცას თითქოს სადღაც ცენტრი არსებობს, რაღაც საიდანაც ბოლო საკითხიდან გადმოვიხედავ და ყველაფერს გავაკონტროლებ, ან იქედან ჩანს მთელი სამყარო. ბოლო გაჩერება არ არსებობს, რამდენადაც ესე იგი აი ბუდისტურ იმაში ხშირად განხილვის საგანია რას ნიშნავს სიცარიელე თითქოს და ამ შემთხვევაში შეიძლება სიცარიელე ახსნათ, რომ სამყაროს არ აქვს ცენტრი, ანუ ბოლო ცენტრი არ არსებობს. ერთი მნიშვნელოვანი, რაც მედიტაციური პრაქტიკების დროს ადამიანებს აქვთ განცდა, ყველა ადამიანს მეტნაკლებად სხვადასხვა დოზით ცხადია, როცა გასხივოსნებაზე და გამოგვიძებაზე როცა არის საუბარი, ცხადია მეტი დოზით არის საუბარი, არის ის, რომ ადამიანებს აქვთ სამყაროს ერთიანობის განცდა. რამდენადაც სამყაროს ერთიანობის განცდაში ჩვენ რა გვიშლის ხელს? სამყაროს ერთიანობის განცდაში ჩვენს ხელს გვიშლის ჩვენი ეგო, ჩვენი პიროვნი, ჩვენი მე ამ შემთხვევაში ამ გაგებით, ხო? ხო, პრინციპში ეგ ვთქვი, რომ მედიტაციის დროს რის კულტივაციასაც ვახდენთ, ეს არის აზრის არამუდმივობა და თუ აზრის არამუდმივობა
ეს არის შესაბამისად ეგოც მაგ კუთხით შეიძლება ვთქვათ რომ არ არსებობს მაგალითად ხო მით უმეტეს სხვათა შორის ოღონდ გააჩნია რა კუთხით შევხედავთ ახლა არ არსებობს რა ადამიანს ხედავ ნამდვილად რაღაცით რა ვიცი რაღაცა პროფესია აქვს რაღაცა წარმოდგენები აქვს და კი ბატონო არსებობს მაგ კუთხით შევხედავ და განვითარების პერსპექტივით კი მაგრამ მუდმივად ცვალებადი საკითხია ხო მით უმეტეს აი ეგოს არსებობა არ არსებობაზე როდესაც არის საუბარი ნეირობიოლოგიური კვლევებია ჩატარებული სადაც არის აღმოჩენილი პრინციპში დადასტურებული რომ არ არსებობს ტვინის რომელიმე წერტილი რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის მეზე ანუ ტვინის ყველა უბანი ფუნქციონირებს დამოუკიდებლად სხვადასხვა კვლევებში ტვინის სეპარაციის შედეგადაც კი ტვინი მაინც აგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, ადამიანების ეგო ეს არის კონსტრუქტი, სოციალური კონსტრუქტი, ის წარმოდგენა თუ ვინ ხართ თქვენ და რამდენადაც მეტჯერ დაუსვამთ საკუთარ თავს კითხვას, ცხადია ერთი მხრივ აფართოვებთ ეგოს და მეორე მხრივ ეხებით ან გრძნობთ წარმოდგენას, რომ საბოლოოდ ეგო არ არსებობს. ან უფრო ხელჩასაჭიდი ტერმინით რო ვთქვათ, მუდმივი ეგო არ არსებობს. არ არსებობს მუდმივი სტატიკური მე. ეგო ყოველთვის არის დინამიური პროცესი. ამ კუთხით შეიძლება ეგო ანუ პიროვნების მე შედარდეს მდინარეს. როდესაც ჩვენ უყურებთ მდინარეს, განცდა გვაქვს რომ ერთი არის, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ მასში წყალი მუდმივად იცვლება. წყლის ცვლილება მასში არის ესე იგი მუდმივი ტრანსფორმაციის ადგილი. და აქ შემოდის პარადოქსული კითხვა. მოკლედ რომ თქვათ კაი ინტელექტუალური სპეკულაცია ცხადია ახლა რასაც ვლაპარაკობთ, მაგრამ რამდენადაც შევძლებთ გავყვეთ თქვათ კონებით, ხო? პარადოქსული კითხვა შემოდის, რომ თუ მაგალითად ეგოს გარეშე ადამიანს შეუძლია არსებობა, ეგ რას ნიშნავს, რომ თქვათ მე სამყაროს უყურებ ჩემი სენსორებით, ჩემი აღქმით და ყოველი მის შემდეგ სამყარო უფრო ფართოვდება და ფართოვდება, ხო? და საბოლოოდ მე შევძლებ კი რომ სურათს როდესაც ვიღებ, იმ სურათში მეც ვიყო. ანუ არადუალური მიდგომა ნიშნავს იმას, რომ დამკვირვებელი და ობიექტი ხდება ერთი და იგივე. ანუ ერთი განცდის ნაწილი. რამდენად არის შესაძლებელი? ფიზიკურად ცხადი არ არის შესაძლებელი მე რო სურათს ვიღებ, ანუ რასაც უყურებ, იმაში მეც ვიყო, ხო? ფიზიკურად self-ს არ გულისხმობ, self-ის დროს კი ბატონო, ხო? მაგრამ რამდენად არის მოკლედ შესაძლებელი რომ ეს იყო და განცდის დონეზე ცხადია შესაძლებელია. იდეაში რასაც ეძახიან გამოღვიძებას, გასხივოსნებას, ეს ტერმინები რომლებიც ხშირად მას იწვევს ხოლმე გაურკვევლობას ადამიანებში, ეგ არის პრინციპში უნივერსალური მახასიათებელი, როგორც აღწერს ხოლმე ხალხი, რომ საერთო ერთიანობის განცდა აქვს მოკლედ ადამიანს გარე სამყაროსთან მთლიანად. და არადუალურობა აქ შემოდის, როდესაც ესე იგი დიფერენციაცია აღარ არის. ფიზიკური დიფერენციაცია ცხადია არის, მაგრამ ეგო უკვე აღარ არის საერთოდ ხელის შემშლელი სამყაროს ერთიანობის განცდაში. ამაზე არის საუბარი, ხო? კი ბატონო და ეგოს მიმართულებით ან სხვა მიმართულებით შეგვიძლია პატარა ასე ვთქვათ, კითხვის ნიშნებით დავსვათ და ხშირად დასმულ კითხვებზე გავცეთ პასუხი. შეიძლება თქვენც გქონდეთ იგივე კითხვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გექნებათ და ამიტომ შეგვიძლია დავსვათ ასეთი კითხვა, ხო? ცხადია, საბოლოოდ მივედექით საკითხს, რომ თუ ყველაფერი წარმოსახვა, თუ ყველაფერი კონსტრუქტია, თუ ყველაფერი ცვლილებას ექვემდებარება, მაშინ სად არის მორალი მაგალითად? რატო იქცევა ადამიანი სწორად? რატომ იქცევა ადამიანი მორალურად, ხო? ანუ ნებისმიერი აზრი თუ დეკონსტრუქტურებადია და ვიცით რომ დეკონსტრუქტირებადია, ხო? მორალი საიდან შემოდის? რატო შეიძლება უნდოდეს მაგალითად ავიღოთ გასხივოსნებულ ან გამოღვიძებულ ადამიანს კარგი საქმების გაკეთება და სხვისი არ დაზიანება. რატომ და იმდენად რამდენადაც ადამიანს რაღაცა პროგრესის შემდეგ აქვს განცდა სამყაროს ერთიანობის, იმ ერთიანობის სამყაროს დაზიანება მას არ მოუნდება. როგორც მე არ მომიდება თითის მოჭრა, იმიტომ რომ მეტკინება, იმდენად არ მომიდება სხვა ადამიანის დაზიანება, დაბომბვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რამდენადაც მის სრულ ნაწილად გრძნობ თავს. ერთი დამავიწყდა, მოკლედ მე თქვა ძველი მაგალითი, აი გამოღვიძებაზე, როდესაც არის ლაპარაკი, სხვადასხვა ტერმინებით აღნიშნავენ, ხო, ეგ სატორი, გამოღვიძება, გასხივოსნება, გამოღვიძება მშვენიერი ტერმინია, შეგვიძლია რამდენადაც შესაძლებელია სიტყვიერად მაგაზე ვისაუბროთ. ხშირად ადარებენ გამოღვიძებას, რაც რომ მედიტაციის ყოველ მდგომარეობას. მაგალითად, სიზმარში თქვენ შეიძლება იყოთ აბსოლუტურად ფსიქოზურ მდგომარეობაში.
არ ვიცი, შეიძლება გესიზმრებოდეთ რეალური სიზმარი, ან შეიძლება გესიზმრებოდეთ რაღაცა წარმოსახვეთი სიზმრები, ხო? და არ ვიცი, დელფინზე ხართ გადამჯდარი, ხელში შუბი გიჭირავთ და შავხრელში მიფრინათ. სიტყვაზე ვამბობ, არ ვიცი რა. მიმები როა, ხო, ყველა სიზმარს მნიშვნელობა აქვს და მე რაღაც ასეთი სიზმარია მოყოლე, აბა ამას რა მნიშვნელობა აქვს, ხო? რეალურად ის ხო არ არსებობს და ჩვენ რო გამოვიღვიძებთ, ვიხვდებით, რომ ეს სიზმარი ყოფილა. მედიტაციური პრაქტიკების დროსაც ადამიანი ყოველ კონცენტრაციაზე დაბრუნების დროს გარკვეულწილად აქვს გამოღვიძების განცდა, რომ ის ფიქრები, რაც თქვენ გაწუხებთ, არ არსებობს, მოკლედ რა, საბოლოოდ რა. ანუ დაახლოებით სიზმრისეული გამოცდილებაა. აი, კვლევა არის ჩატარებული არაერთი, თუ რაზე რეაგირებს მაგალითად ადამიანის ტვინი. ჩვენ ადამიანებს ხშირად გვიყვარს აბსტრაქტული აზროვნება და თეორიების შექმნა. და ადამიანს, როდესაც უარყოფ რაღაც აბსტრაქტულ კონსტრუქტს, რისიც ჯერა, იმაზე გაცილებით უფრო ძიმეთ რეაგირებს, ვიდრე იმაზე, რაც მართლა რეალურია. მაგალითად, მე რო გითხრათ თქვენ რომ ხართ ცუდი ადამიანი, გაცილებით უფრო გაბრაზდებით და არ დამეთანხმებით, ვიდრე რო ვთქვა, რომ ეს მაგიდა არ არსებობს, მაგალითად, ხო? მაშინ როცა ცუდი ადამიანის აღქმა შეიძლება იყოს მილიონაირი და მაგიდა მართლა არსებობს. და სხვადასხვა ნეირობიოლოგიური კვლევებით დადგინდა, რომ მედიტაცია ტვინში შედარებით ახშობს ტვინის იმ უბნებს, რომლებიც პასუხისმგებელია აბსტრაქტულ ან თეორიის შექმნის საკითხებზე. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ აბსტრაქტული აზროვნება არ გვექნება, ძალიან საჭირო ადამიანისთვის ბუნებრივია, მაგრამ მეტად უახლოვდება გარკვეული პრაქტიკების შემდეგ ადამიანი რეალობას, მოკლედ ხო? ხო, დაუბრუნდეთ მოკლედ ესეთ გავრცელებულ კითხვებს. თუ ყველაფერი წარმოსახვაა, სწორი და ხო, და ამ გაგებით ესე იგი თუ ადამიანი რაღაც დონეს მიაღწია გამოღვიძების ან იმის, მას სამყაროს ერთიანობის განცდა აქვს და ბუნებრივია, სხვა ადამიანს არ დააზიანებს, რამდენადაც მისი შეგრძნება შეიძლება ქონდეს, რამდენად შემთხვევითობები ყოველთვის ხდება ბუნებრივია, მაგას ვერავინ ვერ დააზღვევს, მაგრამ განზრახ ადამიანის სხვა ადამიანის ცუდს არ გაუკეთებს, რამდენადაც მისი შეგრძნება გაცილებით უფრო მაღალ დონეზე აქვს რაღაც პროგრესის შემდეგ, მედიტაციის პროგრესის შემდეგ ადამიანს, ხო? ადამიანის საკუთარ ეგოს ნაწილზე რაღაც კუთხით უარს ამბობს, ან მთლიანად რამდენადაც შესაძლებელია მოკლედ, მაგრამ გამოცდილება არსად არ მიდის. ის გამოცდილება, განათლება, ინტელექტი, რაც ადამიანს აქვს, პირიქით ბევრად უფრო სერიოზულად და ძლიერად შეიძლება გამოიყენოს სხვა ადამიანების სამსახურში, საკუთარი თავის სამსახურში. ეს არ ნიშნავს, რომ მე რაღაცა დამავიწყდება, ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი აზრის თუ გავაცნობიერო რომ არის დროებითი, ეს არ ნიშნავს, რომ ესე იგი მაინც და მაინც არასწორია ყველა შემთხვევაში ან რაღაცა გამოცდილება თუ მაქვს. არა, სუფთა ინტელექტი რჩება და ეს ჩანს მედიტაციური პროცესების შემდეგაც არაერთი კვლევაა გაკეთებული, რომ პირიქით ადამიანის კონცენტრაცია უმჯობესდება, მეხსიერება უმჯობესდება, რაც მას უკვე გააჩნია, რაც კი მიუღია გამოცდილებით, ცოდნით, პირიქით იმის კულტივაციას ბევრად უფრო უკეთესად ახდენს. და ერთი ასეთი კითხვა ძალიან პრიმიტიული და მარტივი, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ, ესე იგი ეგოს დეკონსტრუქციაზე, შეიძლება ასეთი კითხვა დაისვას, რომ მაშინ არ გვჭირდება ეგო თუ რაღაცა, ხო? რა თქმა უნდა გვჭირდება, ბუნებრივია. ჩვენ რო შევხედოთ ევოლუციური ფსიქოლოგიის პერსპექტივიდან, ფსიქოანალიტიკური პერსპექტივიდან, ან ნებისმიერ ფსიქოლოგიის პრინციპში, ცხადია, ბავშვი როდესაც იბადება, მას ინსტრუმენტი სჭირდება, რომ სამყარო აღიქვას. ეგ არის გარდაუვალი პროცესი, პირიქით თუ ადამიანი და ბავშვი განსაკუთრებით ვერაფერთან ვერ იდენტიფიცირდა, ძალიან ღრმა ფსიქოლოგიურ დარღვევებთან და ფსიქიკურ დარღვევებთან გვექნება საქმე. ცხადია, საჭიროა უბრალოდ რაღაცა დროის შემდეგ ადამიანი შეძლებს ხელი გაუშვას საკუთარ ეგოს, საკუთარ წარმოსახვებს და საკუთარ იმას, ხო? ამ კუთხით შეგვიძლია ვთქვათ, ესე იგი ჯერ ეგო უნდა განვითარდეს ადამიანში, პიროვნება უნდა იყოს მყარი და მერე შეძლოს მას რაღაცისგან ხელის გაშვება. ჯეკ ინგლერი იყო ასეთი ამერიკელი ვიპასანა მედიტაციის მასწავლებელი და ამავე დროს ფსიქოანალიტიკოსი, რომელსაც აქვს ძალიან ცნობილი ციტატა ასეთი ნათქვამი, მოკლედ რა. იმისთვის რომ იყო არავინ, ჯერ უნდა იყო ვიღაც. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, ცხადია ეგოს ფორმირება ძალიან მნიშვნელოვანია, პიროვნების ფორმირება ძალიან მნიშვნელოვანია და ცხადია ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავიდანვე ადამიანმა რაღაცაზე უარი თქვას. ორი სიტყვით ვთქვათ, მედიტაცია რატომ შეიძლება იყოს რთული?
პირველ რიგში ეს არის ესე იგი დიდი მოგზაურობა, რაღაც კუთხით დაუსრულებელი მოგზაურობა საკუთარ თავში, საკუთარ გამოცდილებებში, სამყაროს აღქმაში და ხშირ შემთხვევაში არ არის მარტივი ნამდვილად. სხვადასხვა მარტივი მსგავსი კუნთების მოდუნება, რელაქსაცია და ასე შემდეგ და შემდეგ ესენი სასიამოვნო შეიძლება ყველასთვის იყოს, მაგრამ რეგულარული მედიტაციური პრაქტიკები დღეში 1 საათი ან უფრო მეტი საკმაოდ რთული პროცესია, მოკლედ და ყველა ადამიანს არ შეუძლია. ყველა ადამიანს არც სჭირდება, ჩემი აზრით, გააჩნია მოტივაციას და გააჩნია ბევრ რაღაცას, ცხადია. ამიტომაც მედიტაციურ პრაქტიკას ხშირად ეძახიან ესე იგი რადიკალურ აქტს. ან ეს არის რომ დაჯდე და სუნთქვას დააგვირდე, ეს არის რადიკალური აქტი. რამდენადაც ინტენსიური მედიტაციური პრაქტიკის შემდეგ რაღაცა დროის შემდეგ კი ბატონო რასაც ვეძახით ან გამოღვიძებას ან თუ გნებათ დავანებოთ მაგ სიტყვას თავი უბრალოდ უფრო ღრმად როდესაც შედის ადამიანი პრაქტიკაში სამყაროსთან მთლიანობის ან ჰარმონიისგან დაიმატებს მაგრამ სანამ ეგ მოხდება მანამდე გაუარესება ძალიან ხშირ შემთხვევაში ხდება ხო იმიტომ რომ რამდენადაც ჩვენ ვუკეთებთ დეკონსტრუქციას ბევრ კონცეპტს ბევრ წარმოსახვას საკუთარ თავში და მერე სხვებშიც და აღმოაჩენს ადამიანი დროთა განმავლობაში ინტენსიური მედიტაციური პრაქტიკების შედეგად რომ სამყაროსგან შეიძლება ნელ-ნელა გაუცხოდეს. ის რაც ადრე ძალიან მოსწონდა, აღაფრთოვანებდა, რაღაცა მიდიოდა იქეთკენ, ხო, იმდენად აღარ მოსწონს. ხო, ეს არ ნიშნავს ავტომატურად რომ ადამიანი გაუბედურდება, მაგრამ ეს მოგზაურობა თავის თავში გულისხმობს საკუთარ თავში ბევრი რაღაცის გადახარშვას და გარკვეულ მომენტში სამყაროსგან გაუცხოებას. საბოლოო მიზანი ცხადია, რაზეც ვისაუბრეთ, ხო, ანუ გამოგვიძება იქნება თუ თქვათ ან პირიქით რაღაცა პირიქით არა ანუ უფრო სიღრმისეულად როდესაც შედის ადამიანი მედიტაციურ მდგომარეობაში სამყაროს ერთიანობის განცდა აქვს და მაშინ პრობლემა აღარ არის მაგრამ სანამ აქამდე მივა მანამდე რამდენიმე კარგად ჩასვლა უწევს მოკეთ ქვემოთ და დაახლოებით ეს გავს რაღაცნაირად შემოლაწუნებასაც რა ცოტათი გავს ოღონდ რა თქმა უნდა მსგავსი არის თერაპიულ პროცესსაც იმიტომ რომ ხანდახან ადამიანი თერაპიაზე მიდის დაკვეთა რომ სიამოვნება იგრძნოს, მაგრამ მანამდე გადის რაღაცა ხანდახან ძალიან რთულ რაღაცებსაც მოკლედ რა. იმიტომ რომ აქამდე მისასვლელი გზა, ანუ ეს რა არის, რომ საკუთარ თავში ვიხედებით მუდმივად და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საკუთარ თავში არ ჩავიხედოთ, ხო? რაღაცა დროის შემდეგ ადამიანმა შეიძლება აღმოაჩინოს, რა ვიცი, საკუთარი უბადრუკობა, მაგალითად, რაზე უფიქრია, რაზე უოცნებია ან რითი უცხოვრია, რა გაუკეთებია, გადააფასოს, ძალიან დიდი დეკონსტრუქცია მოახდინოს საკუთარ თავში და საბოლოოდ მერე ჰარმონიისგან წამოდის, მაგრამ მანამდე შეიძლება იყოს საკმაოდ მძიმე ადამიანისთვის, ხო? და ადამიანი როდესაც აცნობიერებს, რომ თქვათ, რაღაც ისე ვერ მიდის და თურმე ესე არ ყოფილა და მაგ დროს ინსტრუქცია რომ დაჯექიდეს თუნდაც უსმინე, ხო? ანუ ძალიან რთული რადიკალური პროცესია ხშირ შემთხვევაში, ხო? და ამას ჭირდება მოკეთ გაძლება ადამიანის შემთხვევაში შეიძლება ადამიანი ჩამოშორდეს გარკვეულწილად რაღაცა ან მეგობრების რაღაცა ნაწილს შეიძლება შეიძინოს ახალი მეგობრები სამყაროს სხვა კუთხით შეხედოს და გარკვეულწილად რაღაცნაირად გაუცხოდეს სხვებისაგან და ამ კუთხით შეგვიძლია ასე ვთქვათ რომ ვისთვის არ არის მედიტაცია კიდევ ერთხელ mindfulness სუბუქი პრაქტიკები, როგორც არის კუნთების მოდუნება ან დაკვირვება ან რაღაცა შეიძლება ყველამ გააკეთოს და ყველამ მიიღოს ბენეფიტი. ინტენსიური insight მედიტაცია ან ვიპასანა მედიტაცია თუ გნებათ ასე უწოდოთ, ყველასთვის არ არის ცხადია. ვისთვის შეიძლება არ იყოს. ეს შეიძლება ან შეიძლება ადამიანმა გააკეთოს არასწორად და პირიქით ის მიიღოს. ღრმა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანისთვის შეიძლება ეს პირიქით იყოს უარესიც. გარკვეულწილად. ეს არ არის თქვათ რაღაცა აბიგლუკოზა რომ ყველა ადამიანს მოუხდეს ამ შემთხვევაში, ხო? ღრმა ფსიქიკურ პრობლემების მქონე ადამიანს გულისხმობ, არა მაინც და მაინც ღრმა ტრამვის მქონე, იმიტომ რომ ტრამვა შეიძლება გადაამუშავოს ადამიანმა, მედიტაციაც ეხმარება გარკვეულწილად და ფსიქოთერაპია ხო ეხმარება და ეხმარება. გულისხმობ პიროვნების სტრუქტურას, მოსაზღვრე და ფსიქოზური პიროვნების სტრუქტურის ადამიანისთვის შეიძლება ინტენსიური მედიტაცია გარკვეულწილად საშიშიც კი შეიძლება იყოს. რატომ? რომ მედიტაციის პრაქტიკების დროს ჩვენ ვაკეთებთ ასეთ რაღაცას,
რომ როგორც უკვე გითხარით, მუდმივად ჩვენს თავზე უარს ვამბობთ, მუდმივად ჩვენს ფიქრებზე ვამბობთ, მუდმივად ჩვენი ეგოს გარკვეულწილად დეკონსტრუქციას ვახდენთ, ხო? და ესეთ ადამიანს, რომლებიც არის ღრმა მოსაზღვრე ან ფსიქოზური სპექტრის და სტრუქტურის ადამიანი, იმას ეგო ისედაც არ გააჩნია. მისი პრობლემა უკვე ეგ არის. ანუ ფსიქიკური სიმყარე არ აქვს, ხო? როგორც ინგლერის ციტატა მოვიყვანე, ხო, იმისთვის რომ იყო არავინ, ჯერ უნდა იყო ვიღაც და თუ არავინ არ ხარ, ამას ვერ შეძლებს ადამიანი, გარკვეულწილად, ხო? და ამ დროს შეიძლება მოხდეს აბსოლუტურად საპირისპიროც კი მოსაზღვრე ან ფსიქოზური სპექტრის ადამიანმა და შეიძლება დაიწყოს ინტენსიური, თქვათ, აი ვიპასანა მედიტაცია, ხო? და რეალურად მოახდინოს არა მეს დეკონსტრუქცია, არამედ მისი პრობლემური ყალბი მეს გაძლიერება. რამდენადაც შეეცადოს მედიტაციურ პროცესში დაუკავშირდეს რაღაცა ზებუნებრივს, ასე შემდეგ და თავისი პრობლემური მე და თავისი პათოლოგიური მე ბევრად უფრო გააძლიეროს ამ მედიტაციის შედეგად, რომელიც აბსოლუტურად არის, რა თქმა უნდა, ესე იგი, საპირისპირო მდგომარეობა. საბოლოოდ, ესე იგი, მედიტაციის მიზანი რა შეიძლება იყოს, ხო? მედიტაციის მიზანი აი ცოტა ძალიან მარტივი სიტყვებით რო ვთქვა, ხო, ადამიანი როდესაც რეგულარულად მედიტირებს და თუ სწორად აკეთებს, რაღაცა სიმშვიდის განცდა მედიტაციაში მოდის ბუნებრივია, ხო? რაღაცა ჰარმონიის, დამშვიდების და შემდეგ შეიძლება დაისვას მარტივი კითხვა, რომ თუ ზიხს ადამიანი და მედიტირებს და მაგის შედეგად მშვიდდება, რატო არ შეიძლება, რომ ცხოვრება გახდეს მედიტაციის ფენომენი, მოკეთ თვითონ კონცენტრაციის ფენომენი, ხო? იმიტომ რომ ადამიანები ხო ამბობენ ხშირად, რომ აი ისეთი სამსახური მაქვს, რომ არ არის საინტერესო, მაგალითად, გული მერევა რაღაცა რომ მივდივარ ვიღაცასთან, რა მედიტაცია საინტერესოა, მაგალითად, რა სუნთქვაზე დაკვირვება ძალიან საინტერესოა, ხო? პირიქით შეიძლება ნებისმიერი სამსახური გარკვეულწილად უფრო საინტერესო ფენომენი იყოს, ხო? ან სხეულებზე დაკვირვება საათობით ჯდომა და მაგაზე დაკვირვება, ვინ თქვა რომ საინტერესოა, ხო? საბოლოოდ აქ გასაღები არის იმაზე, რომ მედიტაციის დროს იმაში, რომ მედიტაციის დროს ადამიანი მუდმივად ფხიზლდება და მუდმივად უბრუნდება რეალობას და მუდმივად აცნობიერებს თუ როგორი დაბინძურებული აქვს თავისი გონება. ამიტომაც მედიტაციის მიზანი ცხადია ის არის, რომ მედიტაციური მდგომარეობა ამ სიტყვის არა განცხრომის ან ჰედონისტური გაგებით, არამედ რაღაცა ჰარმონიის გაგებით, ესე იგი გავრცელდეს არა მედიტაციურ დროსაც და დროთა განმავლობაში ადამიანი აღმოაჩენს, რომ თუ დღის განმავლობაში არ ვიცი მედიტირებს ადამიანი 1 საათით ან 2 საათით, შუალედები შემდეგ და შემდეგ უფრო მცირდება და ჰარმონიის განცდა უფრო მეტად იმატებს. ეს ჰარმონია არასწორი ტერმინით არ მინდა ასე ვთქვათ, რომ გავიგოთ, სამყაროს ერთიანობის განცდა გარკვეულწილად მათ შორის, მოკლედ რა, უფრო და უფრო იმატებს, ხო? და საბოლოო მიზანი ცხადია ის არის, რომ რასაც ჩვენ მედიტაციის დროს ვაკეთებთ, რომელსაც ერთი შეხედვით რაღაცა დიდი აზრი არ აქვს უკან, რომ დავაკვირდე საკუთარ სუნთქვას თუ საკუთარ სხეულებრივ შეგრძნებებს, ხო? ამისი კულტივაცია შემდეგ მოვახდინო, ესე იგი, იმაში ცხოვრებაში. ჩემი მიზანიც მოკლედ ეს იყო, რომ ესე იგი ადამიანთა დიდი ნაწილი დაინტერესებულიყო მედიტაციური პრაქტიკით, რამდენადაც მართლაც ესე იგი საწყის იმაზე ვახსენე, რომ მედიტაცია ეს არის რაღაცნაირად სუპერძალა ადამიანისთვის, თუ სწორად და ესე გააკეთებს, როგორც საჭიროა, რომ ნამდვილად ესე იგი ხელიდან გასაშვები ამბავი არ არის. ბევრმა ადამიანმა არ იცის, ცხადია, ყველას გაგვიგია ამის შესახებ. დღეს გლობალიზაციის ეპოქა არის და აღმოსავლეთი და დასავლეთი ისე არის გაერთიანებული როგორც არასდროს, მაგრამ ესე იგი მცდელობად ნამდვილად ღირს. უშუალოდ რაზე ამახვილებს უარყოფას ადამიანის კოგნიციასა და აზროვნებაზე თუ ქცევაზე. ან ორივე თუ არის, მაშინ რა კომპლექსში და კიდევ მაინტერესებს, როდის შეიძლება ვთქვათ, რომ პროგრესი მივაღწიეთ ჩვენი თავიდან გამომდინარე მედიტაციის პროცესში. პროგრესის მიღწევა, როგორ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ რაღაც ეტაპი გადახულიყოთ, იმიტომ რომ ადამიანი ხო ობიექტურად ვერ აფასებს ხოლმე თავის ამიღწევებს კოგნიციის დონეზე და ეგ მაინტერესებს. განსახორციელებლად რთულია, მაგრამ სწორი არის, რომ პროგრესი საერთოდ არ იფიქროს. ანუ აიღებს მედიტაციურ ტექნიკას, რომელიც არსებობს, დაჯდეს და გააკეთოს. დანარჩენი ხდება თავისით. როდესაც თავიდანვე ვთქვი, რომ ადამიანის განვითარება არის დისკურსული,
ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი ბექგრაუნდი, საკუთარი გამოცდილება, საკუთარი ფსიქიკა, რას უშვებს ხელს, რას არ უშვებს ხელს, მაგას ვერავინ ვერ განსაზღვრავს, მათ შორის ის ადამიანიც. ამიტომ პროგრესზე რაც უფრო ნაკლებად იფიქრებს, არის უკეთესი. თუმცა კი რაც არ უნდა ვთქვათ ახლა ჩვენ, რა თქმა უნდა, რაღაცა უნივერსალური ისინი არის, რომელსაც ადამიანები დროთა განმავლობაში გრძნობენ, ხო? როგორც არის რაღაცა კონცენტრაციის უკეთესი ის ხელშესახებს, რასაც გულისხმობს, ხო? ფიზიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ხო? რაღაცა უკეთესი ძილი თუ კონცენტრაცია თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ ცხადია. მაგრამ ამავე დროს მასში იღვივებს, მოკლედ რაღაცა ნაყოფივით განცდა სამყაროს აღქმის ოდნავ სხვა ფორმით, რომელიც ნელ-ნელა იზრდება, რომელიც არის აბსოლუტურად ნელი პროცესი, მოკლედ რა. ჩვენ ამას ხელოვნურად ვერ დავაჩქრებთ. ვიღაცასთან ჩქარა თუ არის, კი ბატონო, მაგრამ მაგას ჩვენ ვერ განსაზღვროთ და პირველი კითხვა რა იყო? ყოველთვის რაზე მოხდა მედიტაციას ადამიანის კოგნიციაზე თუ ქცევაზე ან ისე. არც ერთზე. მედიტაცია ყურადღებას ამახვილებს არა აზროვნების პროცესში რა ხდება, ვარ თუ არა სწორი, ინსაით მედიტაციას გულისხმობ ამ შემთხვევაში ვიპასანას უფრო მეტად, ხო? ვარ თუ არა სწორი, არასწორი, ის გააკეთა. არამედ ვამახვილებ გაცნობიერებაზე თუ რას ვაკეთებ. ანუ ეს არის ფიქრი ფიქრზე. იმიტომ რომ როგორც კი ჩავეფლობი განსჯის საკითხებში, უკვე ვიკარგები მოკლედ რა. ეს არის მუდმივი გამოფხიზლება. როგორც სიზმრიდან გამოფხიზლებიდან ნახავთ რომ სიზმარში იყავით, მედიტაციის პროცესების დროსაც მუდმივად აანალიზებთ რომ ფიქრებმა წაგიღოთ და ბრუნდებით, ხო, კონცენტრაციის ობიექტი ამ შემთხვევაში არის ინსტრუმენტი. როგორც არის თქვა, სუნთქვა, სხეულებრივი სენსაციები ან სხვა, ხო? ამ ინსტრუმენტით აკეთებს ამას ადამიანი და არა ამიტომაც თვითონ ფიქრში არ ჩადის, ასე თქვა ადამიანი. მედიტაციის გარდა სხვა პრაქტიკა თუ არის, იმისათვის რომ დავხდეთ ცნობიერი, ხოლმე მედიტაცია ერთ-ერთი გზა არის. არა, რა თქმა უნდა. მე როდესაც ვსაუბრობ, მოკლედ დღეს მხოლოდ მედიტაციაზე ვისაუბრეთ. და ვისაუბრეთ მედიტაციურ სელფზე. თუმცა არსებობს თქვა სხვადასხვა პრაქტიკები და არსებობს ისეთი ადამიანებიც, რომლებიც თქვა მიჩნეულია როგორც თქვა გამოღვიძებული, გარკვეულწილად გასხიოსნებული და შეიძლება მედიტაციის მიღმაც მოხდეს ისეც. სხვადასხვა ისტორიებია, რომ ადამიანები რაღაცა გამოღვიძების ან რაღაცა ეტაპი ქონიათ მედიტაციის გარეშეც, ცხადია. საერთოდ არ არის, ანუ აუცილებელი არ არის ისე შეიძლება მოხდეს, უბრალოდ მედიტაცია ეს არის ინსტრუმენტი ამ შემთხვევაში. ამიტომაც ამას უნდა შევხედოთ როგორც ინსტრუმენტს და ვიცოდეთ რისთვის ვაკეთებ. მედიტაციას ამ შემთხვევაში ჩვენ განვიხილავდით სეკულარული გაგებით, უფრო მეტად, მაგრამ აი ინსტრუმენტია თქვა სხვადასხვა რელიგიაშიც, სხვადასხვა რიტუალი, ხო? და ადამიანმა უნდა იცოდეს რისთვის აკეთებს. თუ მარხულობს თქვა, იმიტომ რომ რაღაცა ხორცს არ ჭამს და მე სამარხო შაურმა შევჭამე და ვიღაცას ანგარიში ჩავაბარე, რა მნიშვნელობა აქვს? ანუ ხო იცით რომ საკუთარ თავს ატყუებ, ხო? რისთვის აკეთებს, უნდა იცოდეს ეს ადამიანმა. ამიტომ ინსტრუმენტი ვერასდროს ვერ გახდება თვითონ რაღაცა წმინდა ამბავი, ხო? უნდა გამოვიყენოთ სწორად ამ შემთხვევაში. ის რელიგია ვახსენე, მაგრამ ამ შემთხვევაში მედიტაცია სეკულარული გაგებით გულისხმობ აბსოლუტურად. დიახ, თქვენ გინდათ. გამარჯობა. ადამიანი შემოვიდა არსებობაში, მყოფობაში, ხო? და არის პიროვნება. დიახ. აღნიშნეთ ეს თირამე, რომ ის უნდა გახდეს არაფერი. და სად გადადის მასში პიროვნულობას საზღვარი და როგორ უნდა გავახსენოთ ამ დეფინიცია. და სწორედ გავიგოთ ეს არაფრობამდე მისვლა. ბეიზინგზე საუბრობთ და დიახ. ამ შემთხვევაში საუბარი არ არის, რომ ადამიანი არაფერი არ გახდეს, მაინც და მაინც ან დისკურსული ადამიანის განვითარება საბოლოოდ საიტწევა გასაგებია. უბრალოდ ამ შემთხვევაში უფრო მეტად საუბარი, რომ ადამიანი ინტერნალიზაციას და შეხებას ახდენს იმაზე, თუ ასეთი არსებითი არ არის მისთვის ეგო. თორე მედიტაციის შედეგად ადამიანი არც ინვალიდი გახდება, არც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მაგ კუთხით და არც ის რომ რაღაცას საწოლს მიეჯაჭვოს და ვერაფერი ვერ გააკეთოს, ხო? თვითონ ხვდება თუ რამდენად უმნიშვნელოა მასში ეს პიროვნული და ესენი ნაწილები. აი ამას გულისხმობ. თვითონ ახდენს ამის ინტერნალიზაციას, მოკლედ რა.